მოუტანს აი ეს ომი ესე იგი ლიდერის მკვლელობაც ირანელ ხალხს ბატონო დემურ რასთან გვაქვს საქმე მართლა ეს არის იმისთვის რომ გაანთავისუფლო ხალხი ირანული დიქტატურისგან თუ ეს უკავშირდება დიდ სიმდიდრეებს ენერგორესურსებს და ასე შემდეგ ქვეყანა რომელიც არ ემორჩილება ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას მოგესალმებით მე ვფიქრობ რომ ეს იმდენად რთული საკითხია რომ ყოფილ დონეზე გადაყვანა მისი აბსოლუტურად არ იქნება სწორი იმიტომ რომ ერთია რიტორიკა ერთია ის რათაც პოლიტიკა ინიღბება და მეორეა ინტერესები გეოპოლიტიკაში განსაკუთრებით მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის არასდროს ხდება რაიმე ინტერესების გარეშე ამიტომ ირანი რამდენიმე მიმართულებით არის ძალიან სტრატეგიული ქვეყანა და მოდი დავიწყოთ პირველი ეს არის კოლოსალური ენერგომატარებლების რესურსები რომელიც მას გააჩნია და აშკარად არის რომ ამაზე კონტროლის დამყარება ფაქტობრივად წელში გაწყვიტავს ისეთ ქვეყანას როგორც არის ჩინეთი, იმიტომ რომ ძირითადი მიმწოდებელი მისთვის არის პირველ რიგში ირანი, შემდეგ რუსები არიან. ეს ერთი მხარე. ბუნებრივია რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უმსხვილესი ნავთობკომპანიები ირანის მიმართ უდიდეს ყურადღებას იჩენენ. პირველი ეს იყო მათი დაკვეთით ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, სწორედ ის გადატრიალება მოახდინა, რომელიც მოსადიკის მკვლელობასთან იყო დაკავშირებული. ეს 50-იანი წლებია, ხო? მეორე განსაკუთრებული მნიშვნელობა ირანისა ეს არის მისი პოზიცია სტრატეგიული ქვეყნის პოზიცია იგი გადამწყვეტი ერთ-ერთი წევრია ბრიქსში იგი არის ჩინეთისთვის ძალიან ახლო პარტნიორი და ერთ-ერთი სერიოზული რომ იტყვიან რესურს უზრუნველყოფი იგი არის რუსეთისთვის საკვანძო ქვეყანა მისი ჩრდილოეთის სამხრეთის მაგისტრალთან დაკავშირებით თუმცა რუსეთისა და სპარსეთის ურთიერთობები იოლი არასდროს არ ყოფილა არც ეხლა არ არის იოლი და არ შეიძლება იმის თქმა რომ მათ შორის არ არსებობს წინააღმდეგობა და არ არსებობს ურთიერთსაფრთხეები რომ იტყვიან მაგრამ ეხლა სხვაზე მესამე თქვი ეხლა მეოთხე სამწუხაროდ საქართველოში ძალიან მაგარი ინსტიტუტი იყო გიორგი წერეთლის აღმოსავლეთ ცოდნეობის ინსტიტუტი და იქ ბრწყინვალე ირანისტები იყვნენ ეხლაც შემორჩენილი არიან მაგრამ მე ვერ ხედავ რომ აქტიურობდნენ აი ირანისტები უნდა საუბრობდნენ ეხლა თუ რამხელა ცივილიზაციური ქვეყანა ეს მოგწონს ჩვენ არ მოგწონს ჩვენ ეს არის 2700 წლოვანი ცივილიზაცია რომელმაც გაუძლო ყველაფერს და ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სპარსეთისთვის მას არც ერთ ეტაპზე დასავლეთისთვის თავი არ დაუხრია. ესე იგი ეს ცივილიზაციურობა უზარმაზარი კულტურული ფუძეები პლუს ამას სარწმუნოება შიიზმი რომლის შესახებაც საქართველოში ასევე არაფერი არ იციან საუბედუროდ და აბსოლუტურად წარმოდგენა გვაქვს მეზობელ ქვეყანაზე იდიოტის დონეზე, ხო? განსაკუთრებით ახალ თაობებს და იგივე იმ იდეოლოგიით განადგურებულ ხალხს, რომელსაც ესე იგი შინ მავალი ხალხი ქვია, ხო? ესე იგი, თავარი წინააღმდეგობა არის შეერთებული შტატების და ირანის კი არა, იმიტომ რომ შეერთებული შტატები რო თავის კლასიკურ პოლიტიკას აწარმოებდეს, ეს არის მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა და მას არანაირი პრობლემა არ ექნება ირანთან დიპლომატიურად დაალაგოს ყველა ურთიერთობა. რა არის პრობლემა? პრობლემა არის ისრაელი. ისრაელს მიაჩნია რომ ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ემუქრება უშუალოდ ისრაელს და ამდენად ისრაელისთვის
ირანის დამარცხებაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ნათანიაჰუმ კარგად აუხსნა ტრამპს, რომ ამათი დამარცხება არ იქნება. ესენი უნდა განადგურდნენ. როგორ უნდა განადგურდეს 90 მილიონიანი ერი, რომელშიც შეიძლება 5%-იც კი არ იქნება, აი ჩვენნაირი წყალწაღებულები რო არიან, ოპოზიციის მსგავსი და ოღონდ საკუთარ სარწმუნოებას აგინებინე და ოღონდ ქვეყანას აგინებინე და ისე აიქაც, ხო? მოუკლეს არა სახელმწიფო მეთაური, არამედ მოუკლეს სულიერი ლიდერი. უზარმაზარი ავტორიტეტის გარდაცვლილია ერთი სხვა მეზობელ ქვეყანაში იყო ერთი ყველაზე მაღალი რანგის ავტორიტეტის თვალსაზრისით. ლიბანში. დიახ, ლიბანში იყო ის პიროვნება ძალიან ძლიერი და მეორე ითვლება ავტორიტეტის თვალსაზრისით ალი ხამენეი. ეხლა გეკითხებით მე თუ შენ კულტურული ცოდნა გაქვს, ანუ ჯერ საკუთარი კულტურის მატარებელი ხარ. როცა შენ შეგიძლია დაინახოს სხვისი კულტურა, საკუთარი კულტურის მატარებელი თუ არა ხარ, შენ სხვისი კულტურის დამნახავი ვერ იქნები. პოლიტიკური თვალსაზრისით სულიერი ლიდერის კვლელობა იყო სრული მარცხი, პირველი დიდი მარცხი და მიზნები გამოკვეთილია. ხელისუფლების ცვლილება ვერ მოხდა. მე გეუბნებით ამერიკა ძალიან სერიოზულ წყაროებს დაყნობით ჩაფიქრებული იყო მაქსიმუმ ერთკვირიანი ომი და გამორიცხულია ერთ კვირაში. დღეს მე გამოვაქვეყნე პირველი ბრძანება 100 დღიანიო? დიახ, 100 დღიანი დაზვერვის სამსახურების მაქსიმალურად მოვლინება, რომ ეს ყველაფერი 100 დღეზე გადანაწილდეს. რა მოხდება, როგორ მოხდება? მოდი დავსვათ ის ამოცანები, რომელიც გარკვეულია. ამერიკელები წავიდნენ იმაზე, რომ თქვენ ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი. ეს უკვე ოფიციალურ დონეზე მათ ისრაელს აბრალებს, ხო? დიახ, ასეც მოხდა, ისრაელმა დაარტყა. გასაგებია გამყიდველი ყავდა უზარმაზარი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი თურმე მოსადის აგენტი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს თავარი არ არის. თავარი არის ის, რომ აღმოჩნდა, რომ ირანი ამისთვის, რა კი მან ბოლოს იცოდნენ, რომ ომი გარდაუვალი იყო, თურმე ამისთვის ისინი წლებია ემზადებოდნენ და ყველაფერი ეს სტრატეგიულად დაგეგმილია ალი ხამენეის მიერ. მან თავისი შეხედულების პარალელში წავიდა მოწამებრივ სიკვდილზე, ამით შეკრა ირანული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად ირანი ჩამორჩება როგორც ისრაელს, ისევე შეერთებულ შტატებს, მიუხედავად იმისა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები ყველაფრით ამერიკის შეერთებული შტატები პლუს ისრაელის სამხედრო მანქანასთან ერთად არის კოლოსალურად უფრო ძლიერი, ამ ადამიანებს აქვთ მოფიქრებული წინააღმდეგობის მთელი ეშელონი და ჩვენ ახლა მხოლოდ უნდა დაველოდოთ ამ სიტუაციას. ირანის მთავარი მიზანი გააცხადეს თავადვე ამერიკის გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან ცალსახად. ამისთვის სტრატეგიულად მიმართული არის თავდაცვაზე გადასული რეჟიმი, მაგრამ აფეთქება მთელი ახლო აღმოსავლეთისა. ეს არის მთავარი სტრატეგია და 15 ქვეყანა ფაქტიურად მოიცვეს უკვე, როცა დაბომბეს ამერიკის ბაზები ყველგან. და მეორე, ისრაელის ისე დასუსტება, როდესაც იგი ვერ შეძლებს უკვე საფრთხის შექმნას ირანისათვის. აი ორი მთავარი მიზანი, ერთია დამორჩილება, მარიონეტული ხელისუფლების დასვა, გასვლა იმ სიმდიდრეებზე, რომელიც არსებობს, ეს ფაქტობრივად რუსეთსა და ჩინეთს გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ხელფეხს უკვეცავს და აყენებს უზარმაზარი პრობლემების წინაშე და ეხლა ჩვენ ვართ ალბათ ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავი დაძაბული რამ მინახავს, მაგრამ ასეთი მასშტაბის, ასეთ საშინელ ადგილზე ამ დონის დატაკება
უზარმაზარ ქვეყანასა და ასევე ძალიან ძლიერ რეგიონალურ სახელმწიფოს შორის პირველად ხდება და აქ ერთადერთია უნდა დაველოდოთ რა მოხდება. კიდევ კარგი საქართველოში რომ არ არის ამერიკული ბაზები. რატომ იცით? ყველა დაიბომბა, ყველადან გავიდა ამერიკა. სპარსეთის ქვეყნების ღია განცხადება ამერიკა არ წარმოადგენს სპარსეთის ყურეში არსებული ქვეყნების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფოს. მორჩათული. ბატონო პატა. არაკისეთ. თქვენთან მინდა ასეთი შეკითხვით გადმოვიდი, ვიცი რომ ბევრი კონტაქტები გაქვთ, საკმაოდ ბევრი ჩვენ დიდ მეზობელ სახელმწიფოსთან. ფაქტიურად ახლა ბატონ დებურიმაც ახსენე, ჩვენ კარგია რომ არ აქვს აქ ბაზები, თორემ ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა დღეს. სახიფათო კი არა, შეიძლება დარტყმის ის გამხდარიყავით, ხო, სამიზნე საქართველოს, ხო და მართალია ბაზები არ არის, მაგრამ არც რომ არავინ აკვდა, არც არ მიაკვა შესაბამისი რამე რომ მოხდეს. აი ამ თემაზე მინდა ეს გავშალოთ ახლა რის იმედად უნდა იყოს საქართველოს. მე მინდა თქვენი სახელი და აქვია ხო, ომი აქვია და რა თქმა უნდა, მე მინდა ყველა თქვენი სახელი და ყველა ისტორიულ ირანელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო ის სულიერი ლიდერის გარდაცვალება და ღმერთს ვთხოვ რომ ქართველი ხალხი ლოცულობ თუ მალე დამთავრდეს ეს ტრაგედია რაც დაიწყო. რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს და ეს კაიხანი არ დამთავრდება, ამის ილუზიაც არ მაქვს. რაც შეეხება თქვენ კითხვას. უყურეთ სანამ რუსეთზე გადავალთ და იქ იმათ დავიწყებთ ლაპარაკს. მე მინდა პირველ რიგში ხელისუფლებას უთხრა. უყურეთ. გამოდის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი ქალი წილოსანი, ეს დედაკაცი და აცხადებს რომ მკვლელი მოკლესო და მკვლელის მისამძიმრებაო, კაი არ არისო. უყურეთ, რა გეუბნებით. გამოდის მერე პრემიერ-მინისტრი და როგორც შეეფერება, სწორად შეაფასა და სწორად მიუსამძიმრა და ძალიან კაი გაწონასწორებული განცხადება გააკეთა. მე მინდა ახლა უყურეთ რა. ეს არ არის ვიღაცა ოპოზიციონერი. ეს არ არის რიგითი ქართული ოცნების გინდას დეპუტატი. ეს არის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკურ საბჭოში რაც წდება, ის გადის მერე ხალხში და იმართება. მე ვარ ახლა ირანის ელჩი და გეკითხებით, ორი განცხადება მიდევს. ამ განცხადების მერე რაც წილოსანმა გააკეთა, ხედავ პრემიერ-მინისტრმა კი გააკეთა განცხადება, მაგრამ ეს ისევ პოლიტსაბჭოს წევრია. ეს არც პარტიიდან არ გაურიცხეთ და გეტყვით რატო? ვიცე-სპიკერია. საქართველოში ცხოვრობს 100,000-ობით შიიტი. ელოდებიან რამადანის დამთავრებას. თუ ვინმე ამათ გონიათ რომ ესე ჩაივლი და გაატარებს რა ამ სულიერი ლიდერის იმას. ყველა აიღებს პასუხისგებლობას ამ ქვეყანაში რამე უბედურება როგორ დაი. ყველა ის ხიდაშენი ის პორნოვარსკვლავიც. ეს გუშინი პატრონთალიასთან განცხადება როგორ ვეკითხები ირმაინაშვილს იღებ პასუხისგებლობას აქ რო უბედურება დატრიალდეს? რას ქვია 38,000 კაცი მოკლაო იმანო აი სულიერმა ლიდერმაო. ბიჭო, ბრინჯი ხო არა ჯიბეში ჩაიყარა ეს. სად არის ფაქტი მანახეთ კაცო? რა ის 38,000 კაცი რა? ეს დაიმარდა? ანუ გავიგე ხო რომ არის ისრაელიდან წამოსული ფული პირდაპირ ვამბობ, ამუშავდა ეს დაძინებული იჩეიკები. იმდენად სუსტი ქვეყანა ვართ. ეხლა ვეულები, ეხლა გადავდივართ ქვეკითხაზე. უყურეთ. აი წარმოეს როგორც სამხედრო კაცი, გეუბნებით. აი ყველა ქართველმა რომ ეხლა ჩვენ სახში ჩავიკეტოთ, ასე კამერა დავდოთ და ჩავთოთ. და აი ესე პირდაპირ ეთერში უყუროთ ყველა. თუ საჭირო გახდა, აქედან მაინც აფრინდება რაღაცა. საერთოდ არ ჭირდება ამას ქართველი და აქ ვიღაც. უყურეთ რა. დიპლომატიური მანქანები იქნება ბრიტანეთიდან, ისრაელიდან. წამოვიდა მარშრუტკა, რა გინდა კაცო, ხელშეუხებელი მიდუარ ერევანში. გზაში გახსნა აფრინდა, წავიდა და ვიღაცა დგას ლონდონში, პადუალში და ამას მართავს კაცო. შენ მე ამტკიცე რაც გინდა. როგორც გინდა, ჯერ ვიცი. ვინ მოგისმეს? აი უყურეთ ატიგოლებით. გუშინ ჩამოვარდა ნახიჩევანში უპილოტო საფრენი აპარატი
გამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკეთა განცხადება, რომ ჩემი გაკეთებული არა, რატო? თუ კი შენზე ძლიერ ქვეყნებს ბომბავს, ავა შენი მოევიდა რო ეთქვა რომ დაბომბეო? გითხრა იმ კაცმა ჩემი არ არის ფრთხილად იყავი ომში ქრთავენო. მაგრამ სახელმწიფო რაღაც დაინტერესებულია რომ ომში ჩართვა უნდა. ამას კი ის კი ვერ დაინახა. დაინახა თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში. იქ მოგვარდა ინციდენტი ამოწურული, იმიტომ რომ თურქეთის პრეზიდენტს უნდოდა სიმართლე დანახვა. მე ადგა ირანის მთავრობა, დაზორობა, დაუდო კადრები ტელეფონში მაქვს, აი მაშინ. ტელეფონში მაქვს. ის დრონი რო ჩამოვარდა, აზერბაიჯანული აწერია, კაცო. ერთი არის უკვე რატომ მე საფრთხის დონე მინდა ამ ხალხმა გაიგო და პირველ რიგში პრემიერს ვეუბნები, იქნებ თქვენს გარდა ამ მძიმე წუთებში შეწყვიტოს არავინ განცხადება არ გააკეთოს საერთოდ. მით უმეტეს ისეთმა ბატმა, როგორიც არის წილოსანი. თქვენ გესმით, არა იღებ წილოსანს, უკვე წილოსანი არის ერთ-ერთი ეპშტეინული იდეოლოგიის ფლანგი ქართულ ოცნებაში. იმას ეხლა ნაკლებად აინტერესებს აზერბაიჯანელები აქ მოწყობენ, როგორ არ ეთკინათ შიიტ აზერბაიჯანელებს, სულელი პაკისტანელებს არ ეთკინათ, როგორ არ ეთკინათ, კაცო. ამ დროს ხედავთ რომ თავის მთავრობამ კვლევს ეძახით. ანუ ჩვენ ენაზე რომ გადმოვთარგოთ პატრიარქი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს. პატრიარქი რომ მოგაცას მოეკლათ, ან რომის პაპი რომ მოეკლათ, ახლა ბატონო დემული თქვა. თუ როგორ ფიქრობთ? რა რეაქცია ექნებოდათ? პოლიტიკური თვალსაზრისით ამ დედაკაცმა რაც ჩაიდინა არის ოცნების როგორც პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური სიშტერის ნიშანი. ეს არის არასერიოზული ხალხი ხელისუფლებაში, რომლებიც ანბანურ რამებს ვერ ბატონო დემურ ეს ვერის ინფორმაცია გუშინ წინდელი. სირიაში კერძოდ იქ არის აი იდლიბის იქით არის ეფრატის იქით რომ მიდიხარ იყო 10,000-იანი ეს საქართველოში აგრძელული ტერორისტული ორგანიზაცია იგილი სახელმწიფო და გააკეთა ის 10,000 დღეს უკვე არის 91,000 იბარტყა ისლამური სახელმწიფო ხო ისლამური სახელმწიფო დაიში ხო რაღაც თვითონ მუსლიმები ეძახიან დაიში მოდი ნოვატყენ ჩვენ მუსლიმებს და დაუძახოთ ჩვენ დაიში იბარტყა ეხლა რამდენი იქ ბრიტანეთის ინსტრუქტორია რამდენი იქ ამერიკელი ინსტრუქტორია რამდენი იქ ისრაელის ინსტრუქტორია სად მოხდებიან ეს ბაევიკები ეს სად რას მოაწყობენ ტერაქტებს რომ ის კი არა რომ მარტო იმიტომ რომ ფრონტის ხაზი გაზარდო კაცო ჩაითრიო ბიჭო ამდენს ვერაცნობიერებენ ეს ეპშტეინელები ამას ვეუბნები ბატონო ჩtildeო კავკასიის შესახებ თუ იცის ამ ხელისუფლებამ რა იცი საერთოდ იციან რო არსებობს ჩtildeო კავკასია წარმოგიდგინეთ ამ დროს ჩვენ ამ დროს რუსეთში კაცო კიდევ აი ესენი დგანან და შენ რუსებისკენ ახარ თუ იმისკენ ბიჭო შესაძლოა აქ არ ვიჯექი აი ბატონი ვაჟეროვიჩი და ხოლმე გეუბნებოდით ეს ღრუბელი მოდის ვერ გადაფარავთ ამ დაჭერებით ამ ფასებით რაღაცა კვერცხები დაუწიეთო მე ვიღაცა დავიჭირეთო მე უნივერსიტეტებიო რეები აღარ შემოყარეთ მაგრამ პრობლემა ხო გითხარით ეს ღრუბელი მოდის მოამზადეთ ხალხი მეთქი არ მეუბნებოდი აქ არ ვიჯექი რამე ეთყობა მომზადეთ ეთი გადახედეთ საინფორმაციო ველს იმდენად უშიშროების სამსახური ქონია მე არ მეგონა თუ სადმე იჩეიკა იყო საზღვარგარეთ სამხედრო იჩეკები ყველამ თავი წამოყო და იმდენად საშიშ განცხადებებს აკეთებენ იმდენად საშიშ რომ მე არ ვიცი მე სტრაშნა ბოჭორიშვილზე აღარაფერი არა თუ განებეთ იმ ბოჭორიშვილს თავი კაცო როგორ ხედავ შენ უკვე აქ ხდება მეთქი უკვე კი აღარ მოდის უკვე მოვიდა უყურეთ ბახრეინი ყველა სპარსეთის ყურე თიდრები, მილიონერები, მილიარდელები, ესე იგი ქორწილებში ვიდეოები რო იყო 100 ცოცხლით ხრიდნენ დოლარებს, კაცო. ოქროები და თელი ამბები იყვნენ. ღამე 60-ში რო დაიძინეს, გაიღვიძეს ჯოჯოხეთში. იმათვის რო გეთქვა შენა რომ იცი რა, თატოვეთ რა სასტუმრო ახლა ომი დაიწყება. ჯერ პირველ რიგში რო პოლიციას დაუძახებდნენ და გეტყოდნენ რომ ეს ფსიქიატრიაში წაიყვანეთო. ეს არანორმალურია. მაგრამ რა ვიცი, ეხლა არ უნდა მთავრობას ვეუბნები. ხო არ დავისვენოთ დუბაიში, რა ვიცი, გაგვესეირნებინა იქ. დუბაიში დავისვენოთ.
რავი, კაი კურორტები ყოფილა იქა. ანუ ისეთი რაღაცები ხდება, რასაც ჩვენ ვერც წარმოვიდგენთ, კაცო. და ვინცაც ამის გათვლა აქვს, ბიჭო, მოусმინე. იმ ხალხს მოусმინე, გაანებე ამ ეფშტენურ იდეოლოგიიდან გამო დამთავრდა, რა ვერ გაიგეს, კაცო. დამთავრდა, გამოვიდა ტრამპი თვითონაც თქვა, კაცო. ძლიერი ვარ, ვაკეთებ. რა ძლიერი ვერ გამოსულა, ხა რასაც ხა თუ როცა შევეხებით სამხედრო თემას, მაგას გад მე უბრალოდ მინდოდა ხალხის გამოსაფხიზლებლად. ის ვინც ახლა ამას აკეთებს, იმისთვის ძალიან ნაკლებად აინტერესებს, აქ ტერაქტი მოხდება, ღმერთმა დაიფაროს. რამე მოხდება? კიდე გონები, ჩვენ სახელმწიფოზე აღარაა დამოკიდებული შენ ჩაერთობით თუ არა ომში. თუ იქ მოინდომეს, იმათმა მოინდომეს, ისრაელმა, მოსადმა, ან ბრიტანელებმა მოინდომეს, ან ამერიკელებმა მოინდომეს, კიდე გონები, მთელი საქართველო სახლებში ჩავიკეტოთ, მაინც ჩაგითრევენ. შენზე, რატო იცი, რო თავის დროზე რო გეუნებოდით და აი რო დამჩინოდით. ბიჭო, გადაიყვანე ეს ჯარი, ერთი აქ დააყენე, მეორე აქ დააყენე. მე ჩემთან კი აღარ იქნებოდა პრობლემა, უფრო დიდ სახელმწიფოსთან იქნებოდა პრობლემა. ხვდებით? დააზღვიეთ მეთქი ქვეყანა. ვინ არის დღეს გარანტირებული, რომ საქართველოსთან დრონი არ აფრინდება? მითხარით, ვინ არის ეგეთები? ან ვინ შეუძლია გააკეთოს? შენ კი არა რუსეთი ვერ აკონტროლებს, კაცო. ამ დროს საქართველოში მიექვსით საშინლად ძლიერად მუშაობს. საშინლად. და ცხადი ამერიკული აი პრახად მოიტვორია. მოსადი ძალიან ძლიერად მუშაობს. ისედაც რამდენი შემოუშვეს უკონტროლოთ ეს უცხოეთის მოქალაქე ვინ არიან ვიცი? ბატონო დავით, რამხელა საშიში რეალური მდგომარეობა, როდესაც დღეს დაარტყა ამერიკის პრეზიდენტმა CNN-ს საშინლად, რატო? CNN-მა ადგადა სიმართლეში და აჩვენა სიუჟეტები რეალობა რა არის, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც ამერიკის ოფიციალური ხელისუფლება დაარტყა საშინლად ტაკერ კარლსონს. კი. ბატონი ვაჟა, მე გარ უნდაო. ბატონი ვაჟა დავჩაგრეთ, აბა ცოტა გამომუხტავს ალბათ თუ გამომუხტავ და შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ მე უფრო მე საგარეო პოლიტიკურ ვექტორებზე შესანიშნავად ისაუბრა ბატონმა დებურმაც, ბატონმა პატამაც. მე ფიქრობ ჩემ საქართველოზე და იმ გამოსავალზე საით უნდა წავიდეს საქართველო. ჯერ მოკლედ ამ ომის ვექტორთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ ირანის რესურსები და თქვა ამ ქვეყნის რესურსები ეს ნავთობი იქნება, გაზი იქნება. მე ვფიქრობ, რომ აქ ომის სულელობა ორ ვექტორში, ორ განზომილებიან სივრცეში უნდა განვიხილოთ, თუ არა მრავალ განზომილებიან სივრცეში, მაგრამ ორი განზომილებიდან ერთი არის სწორედ ის ბუნებრივი რესურსები, გაზი და ნავთობი და მეორე არის სწორედ იმ ეპშტეინის ფაილები, რომელიც გავრცელდა და ფაქტიურად 21 საუკუნის კანიბალიზმის რეალური ფაქტის წინაშე დაგვაყენათ, რომელშიც ჩართულები არიან ყოფილი პრეზიდენტები თუ დღევანდელი პრეზიდენტები და პრემიერები და მაღალი თანამდებობის პირები და მილიონერები და მილიარდელები და ასე შემდეგ, ანუ მსოფლიო მასონური ელიტა, რომელსაც აი ეს კაციჭამიობის ამაზრზენი და სულ წაწმედილი საქციელი აქვს ჩადენილი. იგივე თქვენ ბუში რო ახსენეთ, მამა ბუში, ხო? გავრცელდა კადრები, სადაც რიტუალები აქვს. ხო, რიტუალში და იმაში მამაკაცს აუპატიურებს, ვიღაცას ფეხს აჭრის იმითი, რა ქვია, ხერხით და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამან მიიღო მასობრივი ხასიათი და აღმოჩნდა, რომ ეს არის ელიტა, რომელსაც უნდა მსოფლიოს ბატონობა. მსოფლიო ბატონობისთვის მიდის და კაცობრიობაზე ბატონობისთვის მიდის. აქ ომი და არა კონკრეტულად თქვათ ირანის განადგურება ნიშნავს, რომ გლობალური სატანური პოლიტიკა იმარჯვებს კაცობრიობაზე, სიკეთეზე და არა და ჩვენ ქართველები ვართ კაცმოყვარე პატარა ერი, სადაც რუსთავებმა ბრძანა, რომ ბოროტსაცლია კეთილმა ნარსება მისი გრძელია. ამდენად ჩვენ შეჯახება გვაქვს, სწორედ ბრძანდეთ თქვენ, რომ ისრაელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელმაც დაიწყო ეს ომი, თქვათ ირანის არა თქვათ დასამარცხებლად, არამედ გასანადგურებლად.
ეხლა ვინ არიან ებრაელები? ებრაელები ეს არის ღვთიურჩეული და ღვთივგმობელი ერი. აი ესეც ორ ვექტორში უნდა განვიხილოთ. ხო და ეს უნდა ითქვას ეხლა აი ამ კუთხით. ეხლა გადავალ რა უნდა გააკეთოს საქართველოს? ჩემი საზრით პირველი საქართველოს აი ესეთ იდიოტურ განცხადებებს რაც ბრძანდეთ წილოსანი და ვიღაცები არ უნდა აკეთებდნენ. ცალ-ცალკე არ უნდა აკეთებდნენ. ხო და ბოჭორიშვილები და მისთანა უვიცები რომ უნდა დაიცვას საქართველოს ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა. ეს არ არის ჩვენი ომი და უნდა სულგანაბულები ვიყოთ. პატას ვეთანხმები ჩვენ უდიდესი სტრატეგიული შეცდომები დავუშვით, როდესაც ჩვენ მეზობელ რუსეთთან მართლმადიდებლურ ქვეყანასთან გავაუარესეთ მდგომარეობა. არაერთი შემოთავაზება იყო მოსკოვიდან, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებული იყო და მე მაგალითად ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. აი რუსეთი იქნება ის ფარი, რომლის იქითაც შიგნითაც გადარჩება ქართველი ერი. თორე ამ სოფლიო აურზაურში სად რომელი დრონი აფრინდება და რომელი ქვეყნის აგენტურა აგიფრენს დრონს და რა დაიბომბება და სად ჩამოვარდება ბალასტიკური რაკეტა, ამას ვერავინ ვერ რომელი ახლა ისეთი სამხედრო ნაწილები ყავს, ახლა ამას წინათ გავცელდა სოციალურ ქსელში, აუ ჩიქოვანმა მოხსენება გააკეთა და რა მაგარი სპეციალისტია და რა მაგარი არ გინდათ ხალხო. რომელი საჰაერო იდიოტიზმებით ამ მიმებით რა ქვია, დითი რამბების პნევა და რომელი ხმალამოღებული იბრძოდა და რომ არ გინდათ. საქართველოს არის დაუცველი ქვეყანა, რომელსაც არც არმია ყავს, არც საჰაერო ფარი გააცნია, არც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და რაკეტების დამჭერი და ასე შემდეგ რა. აი ამ რეგიონში ჩვენ დავჭით ყველაზე სუსტები, რადგანაც 35 წელია ინგრევა ქართული სახელმწიფო. ჩვენ ავწდით იმ ვექტორს ისტორიული განვითარებისა, რომლითაც საქართველოს აქამდე გადარჩა. და ეს ვექტორი იყო სწორედ რუსეთთან ურთიერთობის ვექტორი. მე ხლა ასე თუ ისე ვიცი ისტორია და როგორ ფიქრობთ ახლა, როდესაც იგივე ირანი და თურქეთი ორი პირდაღებული მაჰმადიანური იმპერია შეჭმას უპირებდა საქართველოს, ქართველი მეფეები თქვა 1599 წელს მოსკოვისკენ რატო აგზავნიან დელეგაციას, ან 1605 წელს გიორგი მეფე რატო სთავაზობს რუსეთს ხელშეკრულების დადებას, ან მერე კახეთის მეფე ალექსანდრე და ასე შემდეგ და უფრო მეც გეტყვით კაცო, ავსტრიის ელჩი რო ჩამოდის, ავსტრიის ელჩი ეუბნება რომ კაცო მე რუსეთში რო გამოვიარე, მე მიგვირსო კაცო, ამხელა სახელმწიფოა, მართლმადიდებლური ერთმორწმუნეები ხარ და ამათან რატო არა გაქვთ ნორმალური ურთიერთობა? გესმით ხალხო, აი ეს ისტორიული რეალობები და მე ვიღაცა გამოვარდება აქ ილიაონის ლექტორი იქნება თუ ვიღაცა ის რა ქვია ხალხის მტერი მართლა და დაიწყებს რომ ერეკლე მეფე მოღალატე იყო კაცი, რომელსაც 78 თუ 100 ჭრილობა ჰქონდა ტანზე. რატო რუსეთთან რატო და ასე. ერთადერთი გადარჩენის გზა დღეს რეალური არის რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა სასწრაფოდ რუსეთთან, აღდგეს ეს ურთიერთობა სასწრაფოდ და აუცილებლად ყველა მიზეზ გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით როგორც ერი. პირდაპირ ვაცხადებ, იმიტომ რომ თქვენ არ გეგონოთ რომ ეს ომი რაღაცა ისეთი ეს სხვა ტექნოლოგიების ომია. აქ არ არის მოკაკული ხმლებით და შუბებით და შიმშერით ომი. აქ არაჩანს მტერი. აქ არაჩანს მტერი უშუალოდ შემომავალი მტერი. და მესამე მე მინდა ჩვენ ხელისუფლებას მივმართო რომ თუ ეს ომი და ალბათ კიდე გაგრძელდება საკმაო ხანს, გეთანხმებით თქვენ ფერეიდნელი ქართველები, მაზანდარელი ქართველები, ფარასაბადებელი ქართველები, რომლებიც ირანში ცხოვრობენ, ჩამოვიყვანოთ აქ. ჩამოვიყვანოთ თავის ისტორიულ სამშობლოში. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ღვთიური მისია იქნება ჩვენი ქვეყნისა, რომ ის შვილები, რომლებმაც 400 წლის განმავლობაში ქართული ენა, ქართული ცნობიერება შეინარჩუნეს, ისევ თავის სამშობლოში დაბრუნდებიან, რადგანაც ისინი გმირების შვილები არიან, მათი წინაპრები იმ სიღნაღებში და იმ ციხესიმაგრეებში საქართველოს დასაცავად ომობდნენ და სისხლს ღორიდნენ. ამიტომაც ეს შვილების შვილები ჩვენ ჩამოვიყვანოთ საქართველოში
როდესაც ესეთი დემოგრაფიული კატასტროფული ვითარებაა საქართველოში, როდესაც უამრავი უცხოელი სხვადასხვა ჯურის ხალხია, როდესაც ჩვენი ხელისუფლების ეგრეთ წოდებული პროდასავლური პოლიტიკის იდიოტიზმის გამო 17 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და საქართველოს ავავსეთ, აღარ ვიცით ვინ შემოდის, ვინ გადის და რაღაცა რუსული ტერმინი დავიხმარო პრახადნოი დვორად აქციეს, არა? აი აუცილებელია რომ ჩვენი ფერეიდნელი ძმები თუ ეს ომი გაგრძელდა და უდიდესი საშიშროების წინაშე იქნებიან, იმიტომ რომ ეს არ დამთავრდება 100 დღეში და 2 დღეში და არც ირანი არ არის ის ქვეყანა, მეც მინდა მიუსამძიმრო, იმიტომ რომ აიათოლა ხამენიმ ფაქტიურად თავი გაწირა ამ კაცმა, ამ სულიერმა მოძღვარმა შიიტებისა უდიდესი გმირობა გამოიჩინა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ უსაფრთხო ადგილზე არ იმყოფებოდა და შეეძლო იგივე მთებში და ირანს ჩვენ ნახეთ, ვიცით, მიწისქვეშა სამალავებიც და ყველაფერი, მაგრამ ეს კაცი მაგალითია გმირობისა დღევანდელი ირანისთვის. მან როგორც სულიერმა ლიდერმა, სულიერმა მამამ შიიტებისა თავი გაწირა შეგნებულად თავისი ერისთვის და ამითი პირიქით მოახდინა ირანელთა კონსოლიდაცია. ეს პირველი მარცხი იყო სხვათა შორის ისრაელისაც და ამერიკელებისაც აი ამ შემთხვევაში. მე ესე მიმაჩნია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩვენ ვართ ღვთისმეტად დარჩენილი ერი და იქნება რამენაირად აი საზოგადოებამ, ფართო საზოგადოებამ აიძულოს ჩვენი ხელისუფლება არა პროფესიონალებით, არა ეროვნულებით, არა პატრიოტებით დაკომპლექტებული უვიცი ხელისუფლება იქნება აიძულოს, რომ გონიერი ნაბიჯები გადადგას და უსმინოთ, თქვათ იგივე ისეთ ექსპერტებს, გამოცდილ პიროვნებებს, როგორიც არის თქვათ ბატონი პაადა აბულაძე, როგორიც არის ბატონი დემურ გიორხელიძე. მე არ ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას, მე ვარ პროფესორი, მე ვარ პოეტი და დამთავრდა ჩემი პოლიტიკური კარიერა, მაგრამ ნორმალური ხალხი საქართველოში ღვთისშეწევნით არსებობს და პირიქით ეს ხალხი უნდა გამოვიყენოს იმ კავშირების საძებნელად, კაცო, რომ ესე იგი გავაგზავნოთ იგივე რუსეთში შემთხვევითი პიროვნებების იმედზე კი არ უნდა ვიყოთ. არამედ ვისაც უკვე კონტაქტი აქვს, ვისაც გამოცდილება აქვს, ვისაც გარკვეული წრე ყავს იქ ურთიერთობისა, რა, ასე აკეთებდნენ ჩვენი მეფეები. ეხლა იქ ალექსანდრე მეფე რო ვახსენეთ, კახეთის მეფე და ის ხო, იქ სპეციალურად შერჩეული ხალხი მიდის, გამოცდილი დიპლომატები მიდიან, აღარაფერს ვამბობ ერეკლე მეორეზე და შემდგომ პერიოდზე. და თქვენ როგორ ფიქრობთ? 1801 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია საქართველო, ქართველი თავადაზნაურობა ესე თავგანწირვით რუსულ ჯართან ერთად რატო იბრძოდა თავისი ისტორიული მიწაწმის დასაბრუნებლად? იმიტომ რომ ეს ისტორიული პერიპეტიები ორი მართლმადიდებელი ერის ერთად არსებობისა და გადარჩენისა საქართველოში არსებობს. მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში, ვისაც გაქვთ ალბათ წაკითხული, პირველი საზაო ხელშეკრულება ქუჩუკ კაინარჯის ზავი, რომელიც 1774 წელს დაიდო, ეს პირველი ზავია, რომელმაც ოსმალები განდევნა ცუცხვათის, ქუთაისის, ბაღდადის, შორაპანის, ფოთის ციხეებიდან. ანუ აქ საქართველო არც მონაწილეობდა, არც არავინ დაუძა, როგორც ეხლა არც თვლიდნენ, რომ აი რაღაცა. და რუსეთმა ისე რომ არც იცოდნენ ქართველებმა გაუთავისუფლა და ფაქტიურად ტყვეთა გაყიდვის ისტანბულის ბაზარზე, ტყვეთა გაყიდვის მომენტი აი ამით შეჩერდა. 1774 წელი. ასეთია 12 ომი რუსეთის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიისა, სადაც საქართველო იმ ფარგლებში იქნა აღდგენილი, რომელიც შემდეგ ჩვენმა ბედოულათებმა 33 ბრიტანეთის და დასავლეთის დახმარებით ისევ გაასხვისეს და რომლის დაბრუნებაც უნდოდა იოსებ სტალინს, გუშინ მისი გარდაცვალების დღე იყო, ნათელში იყო დიდი სტალინი, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ამ შემთხვევაშიც დასავლეთმა შეუშალა ხელი. აი ეს გზა, ისტორიული გზა ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან თუ არ აღვადგინეთ და თუ ესე იგი ისევ აი ოკეანის გაღმა და კი ბატონო, დიდი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები აზანზარებს სოფლიოს, მაგრამ
ჩვენ ნახეთ რომ აფხაზეთის ომი გადავიტანეთ, ხო? ვერაფერი ვერ დაგვეხმარენ, ისი პამპერსები და გამოგზავნილი წლები თუ რაღაცა ახალგაზრდა მოგვიკვდა 15000 2008 წელში ვინ რა დახმარება გაგიწია და რეალურად თუ ჩვენ არ გადავდგით ნაბიჯები და თუ ჩვენი პოლიტიკური დიპლომატია არ გამოვიყენეთ ამ შემთხვევაში არაფერი არ გამოვა და ის რომ ჩვენ ან სტრასბურგში, ან ბრიუსელში, ან ვაშინგტონში აქეთ-იქით სიარული რამეს დაგვიბრუნებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და თუ იმეს გონია რომ აჩადარასთან და იმასთან ზნაურთან ნატოელი ჯარისკაცი იომებს საქართველოს გულისთვის და საქართველოს ტერიტორიას გააერთიანებს ამეთი ძალიან ცდება. ეს არის ვირის წინ დაკიდებული პიტნა 35 წელია. დავანებოთ თავი ამას. შევცვალოთ საგარეო ვექტორი. თუ გინდათ რომ ერი გადარჩეს. თუ გინდათ რომ ერი გადარჩეს, შემთხვევითი არ იყო, ჩვენზე დიდი წინაპრები იყვნენ, წაიკითხეთ. ილია, ვაჟა, აკაკი, წაიკითხეთ ჩვენი დიდი მწერლები, ჩვენი კლასიკოსები, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთთან. თუ ეს ურთიერთობა არ აღდგება და ის რა ქვია, ისევ ამ რუსთაველზე ვარბენებთ ამ მომავალ თაობას, რომელსაც არასწორი განათლება მივეცით, სკოლებიდან დაწყებული, უმაღლესებით დამთავრებული, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება და არაფერი არ ეშველება მაშინ. უნდა შევცვალოთ საგარეო ვექტორი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა. მადლობა. ეხლა გასულ წელს ხო იყო რამდენიმე დღიანი ომი? 12 დღიანი. კი, 12 დღიანი. ჩვენ მაშინ ნახეთ, რომ თითქოს აი ბერმა გააკრიტიკა კიდე ცირაე, რომ თითქოს არ იყო თლათ მზად, ისე როგორც ეხლა აღმოჩნდა. შედარებისთვის. ისიც კითხეს და განაცხადა ირანულმა მხარემ, რომ აი შეიკითხნენ, რომ რუსეთი თუ ეხმარება და ჩინეთი. მათ თქვეს, რომ ყოველთვის გვეხმარებოდნენ, მაგრამ აი დღევანდელობაზე არაფერს იტყვიან, რა თქმა უნდა და არ ამბობენ, მაგრამ ჩვენი თვალითაც ჩანს, ხო? ღიად ჩანს, რომ რა თქმა უნდა, აქ უკვე ჩართულნი არიან და აი ხალხს აინტერესებს ძალიან. განუმარტოთ რას უნდა ელოდოს ქართველი ხალხი, რა გველოდება წინ ჩვენ? მოდით ბატონი ვაჟამ რაც თქვა იმას ოდნავ გავაგრძელებ. ესე იგი, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენ ხელუხლებელს და დაუშვებელს მივიჩნევთ, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო იქნება ხელყოფილი. დამოუკიდებელი ქართულმა სახელმწიფომ უნდა დაალაგოს ურთიერთობა მეზობელთან, რუსეთთან. ჩვენ რუსეთის გუბერნია კი არ გვინდა, ან და თუ გნებავთ სხვა რამე, ან თურქეთის და ან ამერიკის შეერთებული შტატების ერთი შტატი, ჩვენ უნდა დავალაგოთ, ხო? შეუძლებელია ყავდეს სოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, სამხედრო მახინა და შენ არ კონდეს დიპლომატიური ურთიერთობა, ამ დროს შენთვის რუსეთი იყოს პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი, რაც ღორობის ნიშანია, მიხდი ხო? ესე იგი ჭამ? ბიჭო, ნუ ჭამ მაშინ. კი ბატონო. გაეშვი ნული. წადი სხვაგან. ეს რატო გიშვებენ, იცით? იმიტომ რომ აქ არ უნდათ როგორ გადაწყდება სამხრეთ კავკასიაში ამერიკა რუსეთის ბალანსი ჩვენს გარეშე გადაწყდება. რა თქმა უნდა. ამიტომ შენ მხარე ვერ იქნები აქ, შენ გინდა შენი ქართული სახელმწიფო და თუ შენ შეცდომას დაუშვებ, ნებისმიერი დიდი მოგიღებს ბოლოს. რა, ჩვენ ახლა ამერიკის წინააღმდეგ რომ ნაბიჯები გადავდგათ, ხვალ რა იქნება ეს საცოდავი უბადრუკი ხელისუფლება, რომელსაც აშკარად ის იმდენად ბატია წილოსანი თვითონ ვერ გაბედავდა, დაუძახეს, ათქვევინეს, გაუგორეს დასავლეთს, ხედავ ჩვენ ხელისუფლება, რას ვამბობ, გამოვიდა მერე და იმას ვერ ხდება კობახიძე, მე მას უძახი პოლიტიკურ სიშტერის განსახიერებას. იმას ვერ ხდება, რომ ამ განცხადების შემდეგ მის განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხო თუ რეაქცია არ მოყვა, ხო? და გააგდე რა, თუ რეაქცია არ მოყვა, ხო? ეხლა რაც შეეხება დღევანდელ კონფლიქტს, თავარი რა არის? ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, მე ვეცადე რა დონეზე მოქმედებენ ჩინეთი და რუსეთი ირანთან მიმართებაში. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვნახე. ირანმა ოფიციალურად თხოვა ერთსაც და მეორესაც არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში.
მაგრამ ამ დროს უამრავი დიდი სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა ირანში რუსეთიდან ჩაიტანა ის ცნობილი ვერტფრენები, ბევრი სხვა რაღაცა ჭურვები და ასე შემდეგ. ჯერჯერობით რაც ირანს აქვს ეს 400-ები და ის ჩართული არ არის. გაშვებული არ არის. რატო? ტაქტიკა, რომელსაც ირანი იყენებს, არის გამოფიტვის და გაძლების მექანიზმი და როგორც დათვლილი აქვს რუსეთის ჩართვა და ჩინეთის ჩართვა იქნებოდა ესკალაცია. ესკალაციას ახლა ირანი ვერ გაუძლებს. ამიტომ დრო უნდა გავიდეს, ესე იგი რა ხდება? ესე იგი რუსეთმა თავისი გააკეთა ცხადია დაზვერვის მონაცემები. სპარსეთის ყურეში დგას დიდი სამხედრო ჩინური გემი. ამერიკელებისგან ვიცი მე, რომ ისინი ძალიან მაგარ სადაზვერო ინფორმაციას აწვიან, ფაქტიურად ირანს აქვს მთელი განლაგება იმ ახლო აღმოსავლეთში, ვინც სად არის, ამიტომ არის მისი დარტყმები, რომელიც ცოტაა. აი, ერთი თავისებურება შენიშნეს ცნობილმა სამხედროებმა ამერიკაში, რომ ჯერჯერობით რაც გაშვებები ხდება არის ჩაჭრაზე და ძველი. დიახ და არც ერთი ნახეთ 25 ამერიკელები შოკი იყო 25 სახის რაკეტული სისტემა გააჩნია. არც ერთი რაკეტული სისტემა, რომელიც ცოტა უფრო მძლავრია, არც ერთი გამოყენებული არ არის. გამოყენებულია იაფასიანი დრონები, რომლებიც ათობით მილიონიან რაკეტებს, ესე იგი, ანადგურებს და გამოყენებულია რაკეტები დაბალი დონისა, რომელიც აი მხოლოდ რუსები ამბობ პერეხვატზე მუშაობს, იმაზეა, ხო? 38%-ზე მეტი აქვს პერეხვატი. რაც საკმაოდ მაღალია და არაფერი არ გამოუჩენიათ. ერთადერთი განცხადება გაკეთდა დროებითი მმართველის მიერ, აი რომელიც არის აი თოლა შვილის ინაგურაცია და დანიშნა გადაიდო უსაფრთხოების მიზნების გამო, ამიტომ ისევ ის დროებითი კომიტეტი რჩება. მან განაცხადა, რომ ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ გამოვიყენებთ იმას, რომლის შემდეგაც სიონისტებს და ასე შემდეგ გაუჩნდებათ სერიოზული პრობლემები. ამას რატო ვამბობ? ქვეყანა არის ხანგრძლივი ომისთვის მომზადებული. სერიოზული ომისთვის. რუსების ჩართვა, ჩინელების ჩართვა, ირიბად ჩართული არიან, პირდაპირ არ არიან ჩართული და ირანს არ აწყობს მათი პირდაპირ ჩართვა. იმიტომ რომ მაშინ კოალიციას უნდა დაიწყოს. ნახეთ როგორი წყობა, იცით? ისრაელის და შეერთებული შტატების ერთად ჯამური სამხედრო პოტენციალი ეს იგივეა, რაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის სამხედრო პოტენციალი ერთად აღებული. მე არ ვამბობ სტრატეგიული იარაღზე. სხვა მხრივ. ეხლა ამ სიტუაციაში რატო არ ჩაერია, რატო არ ეხმარება ესენი მესმის მეცხო ვკითხულობ და ვნახულობ, იმიტომ რომ ამას მოყვება უზარმაზარი ომი, რომელიც შედეგის განსაზღვრა არავის არ შეუძლია. დღეს მოხდა საინტერესოზე საინტერესო არაფერი. რა? საუდის არაბეთმა, ემირატებმა, არაბთა ემირატთა კატარმა განაცხადეს, რომ ინვესტიციები უკვე სანდო არ არის და ამერიკიდან გამოაქვთ $2 ტრილიონი ინვესტიცია, რომელიც ჩადებული აქვს ხელოვნურ ინტელექტში, ფასიან ხაღალდებში და ასე შემდეგ. საქართველოსთან არ გაიტანენ? დათო, სალამაჩენა კამეს აშენები, არაფერი გვეთქინოთ მე დაშენ. მაგათ ისე მიუდის საქმე, რომ იქეთ დახმარება დაჭირდება. აი, ეს არის რეალობა. ჩვენ კარგად დავაკვირდეთ ყველა სიტყვას, რომელსაც ოფიციალურად ამერიკული მხარე ამბობს, ირანული მხარე ამბობს, ისრაელის მხარე ამბობს, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კონტექსტებში ჯამში თავს უყრით რაღაცას. მარტივი სიტუაცია არ არის. ყველაზე დიდი სირთულე დაიწყება მაშინ 10 დღე თუ გაძლო ირანმა. კაცად გაძლევს და უფრო მეცაც. ესე იგი, და თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ირანის განცხადებები და ის როგორც ისინი ლაპარაკობენ, ისინი არა მარტო 10 დღეზე არიან ორიენტირებული და შემთხვევით არ არის, რომ
ამერიკის სარდლობამ ფაქტობრივად პირველი ბრძანება გამოცა და დაზვერვის თანამშრომლები 100 დღით მივლინებდა 100 დღე რა გვიან არ მოელოდნენ. რა თქმა უნდა. ესე იგი ვერაფრით ვერ რა გამოვიდა უკვე ღიად ამერიკაშიც არ მალავენ მხოლოდ მსხვერპლს. ის ცნობილი ავიამზიდი ლინკოლნი, აბრაამ ლინკოლნი ინდოეთში როგორც გაიქცა და 1000 კილომეტრით დასცილდა ერთი დიდი გემი ჩაძირულია, კიდე რაღაცები არის, მაგრამ ტაკერ კარლსონმა პირდაპირ განაცხადა, რაც სასტიკად არ მოეწონა ამერიკელები მალავენ მსხვერპლს და მსხვერპლი არის სერიოზული. ახლა ირანის მსხვერპლის დამალვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ღიად არის საუბარი მასზე. ამერიკელებმა აღიარეს, რომ ბავშვებზე და სკოლაზე დარტყმა ამერიკელების გაკეთებულია. შეცდომა იყო, არ იყო შეცდომა. მე ვერ გეტყვით, მაგრამ ამერიკელებმა თქვეს, რომ დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ჩვენი გაკეთებულია. კი, გაეროს გენერალური დიპლომატს დაგმოდა მოუწოდა გამოძიებისკენ. 160 ბავშვი, რომელიც თუ ირანელი ბავშვი არ იფრება ჩვენი ამ ჭკუაგამრუდებული ხალხისთვის და ანუ პატა, მაინც უნდა ჩაგაცილდეთ რა კავშირები და აი თვითონ რუსეთის მხრიდან აი საღადმოაზროვნე ხალხი ხო არ იქაც არის საღადმოაზროვნე და არა საღადმოაზროვნე ხალხი. ნუ ამ ხრის ურთიერთობა გვაქვს ხო, საუკუნეებია ხო. აი თვითონ ის ხალხი რას ფიქრობენ ახლა ეს კონფლიქტი რომ დაიწყო აი გაფართოვდეს კიდე და მოგვადგეს აქ კარზე საქართველოს თვითონ აი რუსების გამწყობა როგორია რა იქნება მათი როგორი იქნება მათი მოქმედება მაინც თავისი გავლენის ის არის ხო ტერიტორიები აი თქვენ როგორ ფიქრობთ აი ან თუ გამოუთქვიათ ამაზე აზრი აი მე გეტყვით ერთ რამეს თუ გიდათ კითხვად ჩათვალეთ ერთ რამეზე ვთანხმდებით რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთში და კავკასიაში თორმე უფრო ახლო აღმოსავლეთში რომ ნატო და პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატები არ ყოფილა უსაფრთხოების გარანტია. ფაქტია ერთი, რომ ჩემ თავარსარდალს და არა ყაველაშვილი, ჩემ თავარსარდალი აღარავის აღარ იქნება, იმიტომ რომ მან სირცხვილი მაჭამა და ღია წერილით მიწერა ოკეანის გაღმელებს ეპშტეინელებს, იმის მე როგორც სამხედრო კაცი ვერ ვიომებ მე ასეთ თავარსარდალის გვერდზე, ჩემ თავარსარდალმა რომელმაც დღის წესრიგი დაუნგრია ჩვენ მთავრობას მის პატრონებს ესე ვთქვათ ესე იგი ტელეფონზე ურეკავენ ეს ამერიკისგან ყოფილი დაცული 15-ვე რესპუბლიკის პრინცები, რავი, შახები თუ რა უბედურებებიც ეგენი არიან კაცო. ურეკავენ და არ იქა გიშველა კაცო რამე. ამათ იმედზე ვიყავი თუ ესენი კაცო მარტო ჯარი კი არა საელჩოებიანაც გაიქცნენ კაცო აქ და საერთოდ მიგვატოვეს არავინ არა დარჩენილი ფაქტია ახლა მე რო გითხრა აი ახლა ტელევიზიის პირდაპირ სუ დედის ნანასავით მესვეს ხოლმე რო ამობენ დაიბობა ამერიკული ბაზები და ცეცხლოვან აი ეს ვაკეთებდი მეხუთე მიხარია მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა განადგურდა ხო მარტო ამისთვის ღირდა ციცოცხლე კაცო რო ეს მეყურებინა და ნახე რა გადაილახა აღმოსავლეთში გადაილახა ის რომ თურმე შეიძლება ამერიკული ბაზების დარტყმა თურმე შეიძლება ამერიკული საელჩოების დარტყმა ხვდებით ეს რომ გადაილახა შენი გაბოროტებული ასობით წლით გაბოროტებულ ხალხს ახლა გააჩერებ თურმე მოსულა კაცო თურმე მოსულა ამათი გაქცევად გაიგეთ ამიტომ ჯერ არაფერი არ დაწყებულა მანამდე ავღანეთიდან გაიქცნენ ერთადერთი რისიც ეშინიათ ახლა იქ უდაბნოში აშენებულ ტექნიკურ ქალაქებს ეს არის წყალი შენი ჭირიმეო პუტინსებლებიან ეს აღარც ნავთობი მინდაო აღარც შენი გაზი აღარ მინდაო წყალს არ დაარტყასო კაცო 48 საათში გადაიქცა აი ეს ჩვენები რო ის შუამავლობას თხოვე ხო აი ჩვენები რო უხაროდათ ხო იცი მაგარი სასტუმროებიაო დუბაიში ასე რო ისვენებდნენ 48 საათში გადაიქცევა უდაბნოდ წყალი აღარ რაზეც აშენდა იქ ქალაქი ხო ხო ნახეთ ვიდეოებში რა ხალხი ხო ვიყურებს პარალელურად ჩარტეთ YouTube-ზე რის საფუძველზე აშენდა ტექნიკური ქალაქები რატო მომფეხლა მაგას ამაზე თუ თახვდებით რომ სულ ორი პოლოსია ამერიკა რუსეთი სხვა არ არსებობს ქართველებო ნუ მოიგონებთ ველოსიპედს
ეხლა რაც არ უნდა ნეიტრალიტეტი აცხადეთ. მიუმხრობა რა ჯანდაბაც გინდათ ის აცხადეთ. რაც თქვენ გაგიხარდებათ ის მოიგონეთ სიტყვები. ბიჭო, არის ორი პოლუსი. ამერიკა, რუსეთი. ამერიკა ვნახეთ არაერთხელ ავღანეთთან რომ მოძეძგა და სხვათა შორის ნუ ამბობთ გავიდა. ავღანეთიდან გამოვედი მე ბეტერზე ვიყავი წამოწლაკული და ისე მოვდიოდი. ისინი გაიქცნენ, კაცო და ბრიტანელებმა ვაფშე ქალი ფორმა გადაიწვეს და ისე გაიქცნენ. თვითმფრინავს მისდევდნენ ხო. დასაკიდებლად. ამიტომ როცა გამოსვლაზეა და სხვათა შორის რო გამოვედით, ნაჯიბულა კიდე 3 წელი შევინახე. მე ლიბერასტები რომ მოვიდნენ რუსეთის იბან მაგან გაყიდა, თორე კარგად ვინახავდით მაგ ავღანეთსაც. ამიტომ ახლო აღმოსავლეთიდან კი არ გავიდნენ, გაიქცნენ, მოძუძგეს კაცო. დარჩა ეს მდიდარი არაბები. აქ ჩვენი გაუბედურება რომ უნდათ. რომლებსაც ლეგიტიმაცია აქვს ნული. ხელოვნურად შექმნილი ბრიტანელები შექმნილი წარმონაქმნი. ამიტომ ბატონო სხვა პოლუსი აღარ არსებობს. ერთი კარგად დაიმახსოვროთ. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს არასდროს არ დაეტაკება არავის გამო. თუნდაც ბრიტანელების გამო. არავის გამო, იმიტომ რომ ამათი დატაკება ნიშნავს რომ მე და თქვენ ახლა აქ ვზივართ, სასწრაფოდ მომაუჩვენოთ, წავიდეთ და იქ ვიყავთ. მაგას ხონებული გამსახურიას გვაფრთხილებდა ყოველთვის. ხო, მაგრამ განსხვავება რა არის? ეგენი ჩაძაღლდებიან და ჩვენ როგორც წამებულები 64-ში მოხვდებით. აი ეგ არის განსხვავება. ამიტომ მოდი ესე გავაკეთოთ რა. ნუ ეხლა მაინც ნუ მოუჩლიკავთ ენას. ეს ეპშტეინური საზოგადოება აღარ არის, წავიდა. დარჩა ეხლა ეს ერთი. ეხლა რაც არ უნდა აქ წილოსნება პატრიოტთა ალიანსმა, იმის მე ეხლა აღარ მოვისურვე ხო პატრიოტთა ალიანსზე რა. ვინც არ უნდა გამოვიდა ევროკავშირის დროშები მეფრიალონ სოდოები, მართლაც სოდოები არიან ხალხო. თქვენ გინდა, ბიჭო, რატომ უყურე? ეხლა თქვენ კითხვას უბრუნდები. ისინი უყურებენ ერთ რამეს. ეს ქვეყანა დანარჩენი საქართველოს იმის იქით აი აფხაზეთს და სამაჩაბლოზე ეჭვი არ შეგო თმისღერი არ ჩამოვარდება იქ. აგერ თქვენ და აგერ იქ თმისღერი არ ჩამოვარდება. დანარჩენ საქართველოში გეკითხებით. გაქანებული რუსოფობიული ხელისუფლებიდან დაწყებული დამთავრებული ბოლომდე. არა აგრესიული, რატო არა აგრესიული? სამჯერ ცხვრპილში მოხვდა, აღარ გვინდა რა, პრინციპში რესურსიც აღარ აქვს. თორე როგორ არ გვინდა დასანქცირებულები ვართ იარაღზე. თორე რო ქონოდა მაგის საშუალება კიდე გავაკეთებთ მაგ სიგიჟეს. ამიტომ ისეთი უყურებენ ესეთი თვალით. ის რუსეთი ამათ რო გონიათ, ისეთი აღარ არის მეთქი, რომ აი წარმოიდგინეთ, თელი ერთი რუსეთი არის კამუფლიაჟი რა. თელი რუსეთი არის სამხედრო რესურსებზე გადასული. 3-4 იმაზე მუშაობენ. შვილები მყავთ ძალოსნები, ძმისშვილი მყავთ ბოლო-ბოლო, კაცო, სპეცსახურებში. და ვიცი იქ, აი ბავშვი რო იბადება პილიონკაში, კამუფლიაჟში ახოვე, კაცო, პილიონი. თქვენ იმათ ის აღარ იციან, აი თაობა რო იყო ჩვენ თაობა, ხინკალი, ხაჭაპური, ატეცალბა და აი გენაცვალ, ეს აღარ არის მეთქი, კაცო, გიყურებენ უცხო ქვეყანას. მტრულად განწყობილ უცხო ქვეყანას. შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოვიდეს ვიღაცა თქვა, აი მამაცი გრუზინი. როგორ არ ჩაებდეს სანქციაში? აი ყოჩა, აი რა კარგად უძლებენ კაცო. რატო ეგ სტატუსს გვაწყობთ და მეტო. დაჟიცი რა წყობთ. ისინი დაგეძახებენ, აი მოვდარდეთ 3+3 დაჯიგით. იცით თუ გეუბნები, კარგად იცი რომ შენ ეპშტეინის საზოგადოება ხარ და არასდროს არ მიხვარ იქ დაჯდები. იცით თუ გავლენა იქ აქვს შენ ამერიკელების და იმისი ბრიტანელების. გავლენა არა აქვს, უბრალოდ მარიონეტები. მარიონეტები არიან. ახლა უყურე, როცა მე ვიცი რომ ესენი მაინც არ დაჯდებიან. ბიჭო, ქართული ხალხი გული მაინც მოვიგო. კარგად ვიცი რომ არ დაჯდებიან. ხდებით, აი ასეთი თვალით უყურებენ. გავიგე იქ არიან ხალხი ერთადერთი ეხლა ამ ხელისუფლება რაც შეუძლია. ამათ არ დაილაპარაკებენ. ეხლა ვიგე არც ენდობიან. ხო, პრინციპში არ ენდობენ თუ ჩინეთიც გადააგდო და ჯერ როგორ გადააგდო ჩინეთი. ბატონო. და რუსებიც გადააგდეს 2024-ში. 24-დან ხო. ერთადერთი რასაც შეუძლია ქვეყანას გაუკეთოს ეხლა მაგათმა. რუსეთში არსებული რესურსი გამოიყენოს, რომელიც აღებს მძიმე კარებებს, აი დღეს იტყვის სულ ცოტა კვირის ბოლოს შეხვდება თავარსარდალს. გამოიყენეთ მეთქი, ხვალ ეს ფანჯარა არ დაიკეტოს. ჩვენს გარეშე, აი თქვა ბატონო დეგული. ჩვენს გარეშე უცბად არ დაილაპარაკო, კაცო. რა ვიცი?
ჩვენზე დიდარი ქვეყნები წაიქცა, იწვის უკვე. მილიარდერები, მილიარდერი, არანორმალური ფულის პატრონები. და ჩვენ კიდე აქ ჩვენ დავდებთ. რა გადახედეთ საინფორმაციოს. არა, აღარ არის საერთაშორისო სამართალი. ჩვენ კიდე კონსტიტუციაში გვიწერია აბა. ნატო და დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაცია. აი ამ იდიოტურ ჩანაწერს არ უნდა მოეღო. გუშინ მე აბა. ჩემს გადაცემაში ვთქვი ასეთი რამ. სახში შევედი, გადაცემისთვის ვემზადებოდი, ვახშმობდი თან და ნუ გადაცემას ვუყურებდი. ეს იყო ჩართული იმედი. ანუ კანალიზაცია, ოღონდ ხელისუფლების კანალიზაცია. არაფერი არ უხსენებიათ 40 წუთის განმავლობაში ნაცები რა ცუდები არიან და ნაცები რას აკეთებენ და თვითონ რა კარგები არიან, ამაზე მეტი საუბარი არ ყოფილა. ანუ უკვე თვითგიპნოზი ჭირს, არა და ნაცებზე არიან დაკიდებული, ნაცების გარეშე ოცნება არავინ არ არის, ოცნების გარეშე ნაცები არავინ არ არის და ეს პოლიტიკური აი გულის ამრევია უკვე. აი პოლიტიკური მკვდრები მართავენ ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიზისის პირობებში და არც ერთი აზრზე არ არის რა უნდა გააკეთოს. ამიტომ ვართ აქ ჩვენ ქართულთა გაერთიანება, ამიტომ გვინდა ქართულთა ერთობა და ამიტომ გვინდა შეკრა დავიღუპებით. მართლა დავიღუპებით. თქვენ ნახავთ როგორ შეიცვლება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა. და საზღვრები. პოლიტიკური რუკა მაგას ნიშნავს. ის ხელოვნური წარმონაქმნები ჩვენ ვართ ცივილიზაციური წარმონაქმნი, ფანტასტიკური ქართული კულტურა გვაქვს და ფანტასტიკურ ფესვებზე ვზივარ. თავდება აბა რა მინდა, რაში მჭირდება საჯარო საქმე? მე თქვენ თავი რომ მოიკლას, ვერცად ვერ ამირჩევთ. არაფერი არ მჭირდება, მე ჩემი საქმე მაქვს. მაგრამ მე ჩემი ქვეყანა მინდა, მე აქ მინდა ცხოვრება, თორე წასასვლელი მაქვს და მაგრამ ვერცად ვერ წავალ, როგორც თქვენ ვერ მიდიხარ, ვერცად ისე ვიქნები. პატრონებო, ეხლა უყურე, სახელმწიფო ექსპერტები გამოდიან ომის დაწყებიდან, შაბათს ხო დაიწყო, ხუთშაბათს. შტერო, მაგაზე უფრო შტერები ძნელი მოსაძებნია. გეტყვით ეხლა კაცი კურიოს. ასეთ განალე, ეხლა არ მინდა და იქ ეკითხებიან ამერიკელი, ალბათოს ვიცნობ მე ყოველთმა ურთიერთობა მაქვს გოგონასთან. ომიო დაიწყებაო ირანშიო დაარტყავს ამერიკელებიო და ესენი პასუხობენ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორები არიან. წარმოგიდგენია რეგალიები. არაო არ დაიწყებაო ომიო. რატო რა გაგებთ მაგის საფუძველს და ტაკერ კასტოლმაო ელჩთანო ინტერვიუ ჩაწერაო და ეს მაგის წინაპირობაა რომ ომი არ დაიწყოსო. წარმოგიდგენიათ რა თქვა? ესე იგი ინტერვიუ რაღაც ჩაწერა, აბა დავიშალეთ ახლა, წავიდა ეს გაიყვანეთ ახლა ბაზები, იმიტომ რომ ტაკერ კასელმა ჩაწერა ეცა ინტერვიუ და აბა ახლა თქვენ რა ომი აგიწყდათ კაცო ახლა. მეორე დღეს დაიწყო ომი. იმხელა თავხედები არიან, კიდე გამოვიდნენ მე ტელევიზიად, ახლა ომის პერიპეტიებში არჩევენ. ბიჭო, გუში ხომეულებოდი არ დაიწყება ომი. ნახეთ პატარა რა უმძიმესი დარტყმა მიადგა შეერთებულ შტატებს. კატასტროფული. ფანტასტიკური. ნახეთ წინა დღეს სამხედრო პირველი გენერალი გვარი არ მახსოვს უწერს ტრამპს რომ ამერიკა არ არის მზად ამისთვის რესურსი მას არ ექნება არ გვარი დამავიწყდა არის ყველაფერი ოფიციალური გამოდის დაზვერვის სამსახური ამბობს რომ არნაირი ინფორმაცია ბომბის თაობაზე არ არსებობს 2 დღის მერე მაგატემ დადო მოხსენება რომ არავითარი ბომბი არ არსებობს. ხომ არა იქ თქვა მაგატემ რომ მეო იქ არ შემიშესო მაინცო, მაგრამ ის რაც ნახეო ესაო არ არის. მანო 2 მეტ გააკეთა რა სოლოჩი. მერე ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა რომელიც შვამავალი იყო მოლაპარაკებაზე და ამბობს შესანიშნავად მიდის მოლაპარაკება ირანი დათანხმდა რომ არასდროს არ ქონდეს ატომური ბომბი მზად არის ამერიკელები დაუშვას ობიექტებზე, მზად არის გამდიდრებული ურანი გაიტანოს ირანიდან. და ყველაფერი კარგიაო და დილით ურტყამს ისრაელი. აი გეკითხეთ ამის მე მაგალითად და ამერიკელები ერთებიან. აი
კიდე გეუბნებით, აბსოლუტურად ზუსტია ის თქვენ უნდა ნახოთ ვენსის შეფასება. მაგარი იყო. თქვენ უნდა ნახოთ ეს ახალგაზრდა კაცია, ეს მაგარი კონსერვატორია მომავალი პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა გაუნადგურეს კარიერა რატო? და ვენსი გამოვიდა და რა თქვა, იცით ახლო აღმოსავლეთზე ლაპარაკ ყველა ის პრეზიდენტიო, ვინც იწებოდა, არის იდიოტიო. თავისი პრეზიდენტიც მიაყოლა. მაგარი. ეხლა მე კიდე გეუბნებით, ყველანაირად ნახულობ ყველაფერს ამერიკაში. ამერიკაში რაც იწერება, მიასედი არაფერი იწერება ქართულ პრესაში. კაცო, იქ მსჯელობა მიდის, პროტესტები მიდის. ერთი მიტინგის დროს ლამის ხელით შეეხო, ტრამპი მოbrunდა, უკვე გალახვაუნდა და ვიღაცის რა, იმიტომ რომ არ არის მარტივად საქმე. რა არის თავარი? ეხლა აი რაც ბატონმა პაატამ თქვა, რაც ისტორიულ კონტექსტში ითქვა, მოდი შევხედოთ. ეხლა თუ ჩვენ ხალხი ვართ, რომელსაც საკუთარი ქვეყანა გვინდა. წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, სად გადის ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების წითელი ხაზი. მე ყველა ეს ნაგავი, ამათ მე ნაგავს უწოდებ, ეს ნაგავია, რომელიც დასავლურ ფულზე ნეოკომკავშირი გამოზარდეს აქ, ყველაფერი შეურაცხყოფელი, არ მაინტერესებს, არ არიან მაგენი უმრავლესობა, მე მაინტერესებს, არის თუ არა ჯანსაღი ქართველი, ჩვენ უნდა გავავლოთ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების წითელი ხაზი გადის აქ. ამის გადაკვეთა არ შეიძლება. ეს სიმპათია ანტიპათიებზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე და სად მოხდა საქართველო. საქართველო თავისი უზარმაზარი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. ამერთან შანსი. ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, სამხრეთ კავკასია ერთი გეოსტრატეგიული სივრცეა. გეოპოლიტიკური აზროვნება და გეოპოლიტიკაზე ქართველები ყოველთვის იყვნენ უმეცრები. მოხეშად უნდა ვილაპარაკო. ჩვენ ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია ნებისმიერ განვიხილოთ ეს ქვეყანა დაიკარგება. ეს ქვეყანა ორი რამის გამო დაიკარგება. თუ ვერ მოულით დროზე დემოგრაფია გაანადგურებს, წყალი არ გაუვა ამას. თუ არა და ეს იდიოტიზმი, რასაც ხელისუფლება ჩადის ვიღაც წილოსნების ამ ბატიშტერიქალის მეშვეობით, კობახიძეზე არ ვამბობ, ის თლად მართალი დაკარგულია რაღაცა, ვითომ ეს მას არ ეხება. აბა თუ არ გეხება, წადი, შეკაიკაცო, მოცილდი ამ ქვეყანას. მან მაინც გინდა გაანადგურო? ამიტომ პროფესიულ დონეზე ასაწონია პრინციპში ცნობილია სად გადის წითელი ხაზი, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ. უნდა შევთანხმდეთ. მე რა მომწონს 100 წელი არ არის საქართველოსთვის საინტერესო. პირადად დებურ გიორხელიძეს რა უყვარს და რა არ უყვარს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე საუბრობ სახელმწიფოს თვალსაზრისით. არ გვინდა ასე? აბა რა გვინდა ეხლა? გადახედეთ რა ზღაპრები არის გაქრობის წინაშე. დუბაი აიღეთ, ის აიღეთ, კატარი აიღეთ, არანორმალური სიტუაცია. ზღაპარი. ჩვენ არ გვეყო ჭკუა, ჩვენ დავანგრევთ ყველაფერი და იმათმა უდაბნოში ცხოვრობდნენ, ბედუინები იყვნენ და ფული გაუჩნდათ და თავისი ქვეყანას მიხედეს. შენ ჭკუაში ეს ვერ ჯდება, რომ შენ ქვეყანას მოვარო. ამიტომ კარგად ვიფიქროთ. არა ვარ ჩვენ აქ შემთხვევითი ხალხი შეკრებილი, არა ვარ ხალხი, რომელსაც რაიმე გვინდა ამ ქვეყნისგან. ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა და არა ამ ქვეყნისგან გვინდა რაიმე. ბატონო, აქ რო კარგად იყო საქმე. სამი მესამე გზაშია. ერთი სული მაქვს ჩავიდე და სულ ორს ვისწავლო, შვილ და კადეტებში მართლა ვერ მივდიო, რატო იცი? აი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აჰა, გარბი ხარ. იგივე დღეში ვარ მეც რა. აქედა რა გაწიდა და გარბი ხარ. რაღაცა ეგეთი აი მეტად რამე გამოსწორდეს? მართლა წავალ, იმიტომ რომ ჩემი პირად საქმეს მივხედავდი. კიდე გეუბნებით, აქ იმაზე აღარა ლაპარაკი. ყველა მოუყვებით მე, აქ არ გითხარი დავით, რომ ყველა მოუყვებით, ვინც ვივართ, აქ აი წერი თუ ჩამოინგრა, მერე კი კაცო, მერე იკითხე შენ, ვინ ის ლიბერასტი იყო თუ ის ჩათლახი იყო თუ ის კაი იყო თუ ცუდი იყო, აზრი აღარ ექნება კაცო.
იმანაც ძალიან დიდი ის გამოიწვია ბატონო ვაჟა. ეხლა მე რო აქ ვთქვი რომ ვისთვის ვიომომეთქი. ბიჭო, კონტექსტი აქვს მაგას. არა, ხაბადიეთ, მაგრამ დებატებს უყურებთ ხა, მარტო მე უყურებ. მე არ უყურებ, მაგრამ რო ჩამიგდეს ეხლა ზურასაბუს მაკაცობ რა და ტიპებს სვალებში რო უყურებდი, ფიქრობდი ხა მერტო რამე რომ დაიწყოს, ეხლა მithumetes ეხლა. რამე რომ დაიწყოს, ანუ რომ მოკვდე ამადგულისთვის მოკვდე კაცო. წითელი ხიდის მისწრებაზე იქნება საუბარი. ვისთვის მოკვდე მეთქი, გამაგებინეთ. რამე აი რა უნდა მიყვარდეს ეხლა ამ ქვეყანაში? თავრობა? ექსპერტები? მილიონერები? არაბები? გამაგებინეთ, აი ესე აი ესე დაატრით, აი ესე ხელით ბრმად დაადეთ საქართველოს ტერიტორიაზე თქვით რომ ეს საქართველოა და წამიყვანეთ და მანახეთ ეს საქართველოა. კახეთი გინდა, იმერეთი გინდა, შედაქართლი, ქვემოქართლი, აჭარაზე აღარა მაქვს ლაპარაკი გაჩერდეთ კაცო. თბილისი მიყვარდეთ, წამო განახოთ რა საშენებენ კაცო. ალახის იმას ასოს მიყეთებ და წავიდეთ ეხლა იმო ვისიც არის იმათმა იომო კაცო. აქამდე არ მიიყვანოთ ეს ქვეყანა მეთქი ამას ვეუბნები კაცო. რახან სამხედრო კაც ეგუჩდება აზრი, გეუბნებით რომ მიიყვანთ ამ ქვეყანას. რითი ვაკავებთ იმ ახალგაზრდებს? რომლები არ წახვიდეს საქართველოს? რატომ რითი აკავებთ? ეკონომიკით, უსაფრთხოებით, კეთილდღეობით, ხვალინდელი დღის პერსპექტივით თუ რა? გახადე უპერსპექტივო. საკუთარი ახალგაზრდება ჩაუკეტე ყველა ბატონო დემო 4 მარტს შემოფრინდა 40 დრონი აფხაზეთის ტერიტორიაზე. გასაგებია ჩამოყარეს. ვინმე განცხადება გაიგეთ? რა შენი ტერიტორია არ არის? აღარ აღიარებთ აფხაზეთს? თუკი შენ აეროპორტის განახლებაზე გამოხვედი და დაგმე საგარეო საქმეთა მინისტრო. ბიჭო, შენ ტერიტორიაზე რა მნიშვნელობა აქვს? 40 დრონი. 40 დრონი შემოფრინდა დასაბომბად. გამოდი, არ დაირღვა შენი საჰაერო სივრცე? აშინიანი ორი ხوارგინა გაათამაშო. კისერზე ხوار გაწევს აბოზად ეს ტერიტორიები. რაღაცაში ხელს ხوار გისხლის პოლიტიკურ სლაში. რაღაცაში ხელს ხوار გისხლის, კაცო. ხوارგინა რომ შეგვაგუო ქართველი ხალხი რომ ბიჭო მაინც ვერ ვიბრუნოთ ამ ტერიტორიებს და მაცია ნახეთ ყველაზე დიდ დანაშაულს მე არაფორმალურ მმართველს რაც უთვლიცი მაგია მმართველი ესენი ბატები არიან მარიონეტები ისეთ ცალტვინა შტერს როგორიც არის საგარეო საქმეთა მინისტრი ასეთ სრულ კატასტროფას როგორ უნდა გძულდეს ქვეყანა როგორ უნდა აფურთხებდეს შენ ქვეყანას თუ შენია რომ ეს არარაობა დაუნიშნოს საგარეო საქმეთა მინისტრად და კიდე არაერთი რომელიც ესე იგი შენი მეშვეობით იქნა და ახლა დაждდებ ყველას დასაჭერად რა აი ამას ქვია დანაშაული რაც ერთში ამ ქვეყანას მართლა გონია შენ რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ ეს ქვეყანა ერთხელ მაინც იბრძოლებს თუ გნება ბოლო დაღუპამდე მაგრამ იბრძოლებს ეს ეჭვი არ შეგეპაროთ არავის რა მე მინდა ჩავერთო ახლა თქვენ საუბარში მე ვფიქრობ რომ საქართველოს არსებობის ისტორიაში ისეთი ცუდი და ანტიქართული ხელისუფლება არ ყოფილა თვით მაჰმადიანი მეფეების პერიოდშიც კი კომუნისტურ რეჟიმზე აღარაფერს ვამბობ როგორც აი ამ 35 წლის მანძილზეა ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ და რაც თქვათ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული სიმდიდრეები წაიღეს შევარდნაძემ სააკაშვილმა და ივანაშვილმა ამდენი 10 ცეკას მდივანს და არც ერთ მეფეს არ წაუღია გინდა მაჰმადიანს. იმიტომ რომ ფაქტიურად ერის განადგურების თელი ეს კვარცხლბეკი ბჭყალებში შექმნა ამ სამმა ანტიქართულად მოაზროვნე პიროვნებამ. აი ეს უნდა ითქვათ, ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცა, არა მიზეზი ხო უნდა ვთქვათ, საიდან მოდის ეს? იქ შემოფრინდა დრონი, აქ აფეთქდა რაღაცა, იქ ირანი მასე ჩვენი ვიდარდოთ, რომ თვით ისტორიის პერიოდში, როდესაც მაჰმადიანი მეფეები იყვნენ, ქართულ მიწაწყალს არც ერთი მეფე არ ყიდიდა. ეს ერთხელაც თქვი და კიდე 100 ჯერ გავიმეორებ. არც ერთი მეფე თვით
რომ ვამბობთ აი როსტომ ხან იგივე ხოსრო მირზა არ არსებობდა ქართული მიწის გაღრივის ხო პირიქით დაშენებდა კაცო სიგერ გუჯარები ხო არსებობს ამისი არა და ვისაც არა მე თვალით მაქვს ნანახი საათობით და კვირეებით და თვეებით დარვარ არქივებში და არა მარტო საქართველოს არ არსებობს ისტორიაში ესეთი რომ მე გავყიდო იქ რა ქვია და რუსთავთან თუ ბათუმთან თუ თბილისთან არაბების ქალაქი ავაშენო შენ ხარ მოღალატე როცა ამას აკეთებ შენი ერისთვის გინდა ფორმალური მართველი უწოდე და გინდა არაფორმალური მართველი უწოდე ჩვენ ლაპარაკობთ კობახიძეებზე ბოჭორიშვილებზე წილოსა ესენი არიან მარიონეტები რომელსაც როგორც მშიერ ძაღლებს გადაუგდეს ლუკმა და ამ ლუკმაში იგულისხმება ზოგჯერ 10 მილიონი ზოგჯერ 20 მილიონი ამ ღარიბ ქვეყანაში 53 მილიონერი პარლამენტარი რო გეყოლება და ხალხი მშიერი გეყოლება რაღაცეა ლაპარაკი აქ არის ერის გენოციდზე ლაპარაკი ხალხო 35 წელია მიმდინარეობს ქართველი ერის გენოციდი იმ რუსეთთანაც ურთიერთობა იმიტომ არ მყარდება რომ ეს არის მართლმადიდებელი ქვეყანა ჩვენ ერთი და იგივე წესი გვაქვს ქორწილის დაკრძალვის ჭირის ხინის და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ის თავისი ეროვნული თვითმყოფადობა აქვს იმას და შენი გაგაჩნია კაცო მაგრამ ის რომ ორივესთვის იესო მაცხოვარი არის უფალი და აღიარებ ეს არის უდიდესი მისტერია და აი ამას სწორედ ჩვენი მტერი იყენებდა და იყენებს დღესაც და ხელისუფლების სათავეშიც როგორც ჩანს ანტიქართული ანტიქრისტიანული ანტიეროვნული პიროვნებები არიან რომლებიც შეგნებულად არა შეუგნებლად ანგრევენ ამ იმას როგორ შეიძლება ახლა გისმენდით თქვენ და დავტკბით თქვენი გონივრული საუბრით წეგან ბრძანა ბატონმა დემურმა ამ ძვირფასმა ადამიანმა რომ ნახევარი საათი თუ 40 წუთი უსმინე იმედსო ხო და ესე იგი აცდენილები არიან მაინტერესებდა რა კაცები ესე იგი როგორი ემოციით ლაპარაკობს იცის რა ხდება რუსეთში იცის რა ხდება რა სამხედრო ბატალიები შეიძლება შენ თავზე დაატრიალდეს კაცო ისიც გვახსოვს 2008 წელი როცა ეს კრეტინის ბაქრაძე გამოდიოდა და ჩანგლებით და იმით დადეკითო აგეროდა და დავიცვათ ის და თვითონ ციტელხიძე და სარფის იმაზე თავპირისტრევით გარბოდნენ უკანაში წიხლების ცემით არა იგივე სიტუაცია იქნება თქვენ გონიათ რომ აქ დიდი ვაჟკაცები არიან თითო კაც 50 კაცი რომ დაცვა დაყვება შემირცხვენია 2 მილიონი ქართველი აღარ დარჩა და თითოს 50 დაცვა დაყვება უბრალო ხალხში ვერ გადიხარ რომ გამარჯობა უთხრა და მოეფერო რა ჯანდაბაგიდა ანუ რა გავაკეთო მიგვატოვეს ბატონო თუ რაშია გამოსავალი ერთადერთი არის საზოგადოების გამოფხიზლებაში თუ მასობრივად ერი არ გამოფხიზლდა თუ გონზი არ მოვიდა ერი არაფერი იბერია გაფწყინდება არაფერი არ გაფწყინდება კიდე ერთხელ ვიმეორებ ერის ღვთისმრჩეული ერი იყო ებრაელები და დღეს ღვთისმგმობელ ერად არის შერაცხული ვერ დაინახეს ქრისტეს მოვლინება უფლის მოვლინება და ის მისია რაც ჰქონდათ პირიქით ჯვარზე გააკრეს და დამთავრებულია და ჩვენ ერი რომელიც ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამას მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ მთელი გარდამოცემები მთელი დიდი ქრისტიანი მამები წინასწარმეტყველები აღიარებენ რომ დიახ ბატონებო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა 4 ლოკაცია დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ ედეოს მონასტერი კიეო-პეჩორსკი ლავრა ათონისთა და ქვეყანა არის მარტო საქართველოა მარტო ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა და ვინ მოიტანა ეს იესო ქრისტეს პირველმა მოციქულმა ანდრია პირველ წოდებულმა მეორემ და მეშვიდემ კი არა თორე იმის მერე კი სხვა მოციქულებიც იყვნენ იგივე მატათა იაკობი თადეოზი ბართლომეოს და მაგრამ ანდრია პირველ წოდებული შემოტანილია ქრისტიანობა
აი ამ ქვეყანას აქ განსაცდელი ყოფნა არ ყოფნისა მართალი ბრძანეთ აბსოლუტურად გეთანხმებით მე გულზე მახატია თუ არ მახატია სწორი სვლა არის ის რაც ჩემ ქვეყანას და ერთს წაადგება აბსოლუტურად გონიერი სვლა გააკეთა ილხამ ალიევმა როდესაც მივიდა და სამძიმარი გამოუცხადა აიათოლა ხომეინის დაუწყო დიპლომატიური ნორმა გამომიხარ აქ და ვიღაცას პლესუ ხოუნა ეს იდიოტიზმი ხოუნა მორჩეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხოუნა მორჩეს ეს შოუები იმედის პოზიტივის რაღაცეს კრეტინოები განცხადებები და ესენი და ისენი ვიღაცები რო ჭკუას გვასწავლიან ნულოვანი ინტელექტის ხალხი მე მასწავლე ჩაჰაბასის ისა შემოსევები რა იყო სააკაძეოლოგიას დაუდე საფუძველი მართლა და მართლა ხო და მესამე ტომი და სამი ტომი დავწერე გიორგი სააკაძის ფენომენი და ზუსტად ეს შუა საუკუნეები მაგრამ საქმე იმაშია რომ დღეს არის ერის ყოფნა არ ყოფნაზე საუბარი და თუ ჩვენ ამ ხელისუფლების ამ გეზით გავაგრძელეთ სვლა და არ შევცვალეთ არც საშინაო პოლიტიკა კარი გაუგეთ ყველა იმას რა ქვია არაბს იმას პაკისტანელს ამას იმას და რუსეთის ფაქტორი ვითომ არაფერი ვთქვათ იმის განცხადება ლავროვის განცხადება იქნება მედვედევის განცხადება იქნება ისე ჩავატარეთ ვითომ ეხლა ვიღაცა ის ბირჟაზე თქვა რაღაცა ხო და წარმოდგენა რო არ ქონდა აგერ ფაშინიანი იყო ჩამოსული და რა განცხადება გააკეთა რუსეთთან დაკავშირებით ხო იმას ხუთი თავში აქვს ის ბაზები როა ხო სამი დივიზია რო სამი დივიზია დგას ნიჩიოსები ის ეგრე არ არის იმისი საჰაერო ფარი დაცულია მე მახსოვს ერთ-ერთი ადრინდელი გამოსვლა პაატასი როცა ბძანა და ვიღაცები რო ეხლა დაცინოდნენ და იმას და კრემლის დამკა თქვენ კაი ხალხო თქვენ მართლა ესე იგი წარმოდგენა არ გაქვთ ისტორიაზე რომ ეხლა მართლაც რომ იყოს ის ბაზა ბათუმი ხო და ის ბაზა ახალციხეში შე როგორი დაცული იქნები დაზღვეულია ქვეყანა გლობალური პოლიტიკა ისე გადააქთელავს ისე ორი ბომბი უნდა იმას რა ქვია საქართველოს მე მახსოვს 2008 წელს იმას ცხონებული მე და ზურა კაფიანძე გორიდან იმითი ნივით გამოყავდა ხალხი და რავი 9 კაცი გვეჯდა და ხან ჩემს სოფელში ქვემოჭალაში ამყავდა და ხან თბილისში ჩემი ახლობლები მაშინ როცა ბაქრაძეების და სააკაშვილის ხალხი იმას წითელხიძე და იმაზე გარბოდა ხო კი ბატონო მე იქ მეომარი და დიდი ხმა შემართულია კი უბრალო ბიჭები დაიღუპნენ ვაშკაცი ბიჭები ღმერთმანათელში ამყოფა შინდისელი გმირები და ისინი მაგრამ ერთი სააკაშვილის და ამ ელიტის რომელი შვილი ომობდა ამ ბრძოლებში ვინმე იყო წინახაზე არა იქ არ ვიყავით გაქცეულები იყვნენ გაქცეულები იყვნენ სულ ყველანია რა ხელისუფლებაც არ არის ყველანი გაიქცა ამ ეს უბედურება ორი ბომბი ჩამოვარდა სადღაც ხო და თბილისის ბენზინგასამართ სადგურებზე კალისტრებით იყო რიგი და პეჩენია და ის აღარ დაჭა მაღაზიებში ესე იგი ხალხი გიჟივით იყო და დღეს არ უყურებთ სოფლიოში რა ხდება და ჩვენ არ გვინდა ესე იგი რომ ნორმალურად იყოს ეს ქვეყანა თუ ამერიკის იმედი გაქვთ ამ ეპშტეინობის იმისი რა ქვია ბატონო აი საფრთხეს კიდევ რა ქმნის იცით ბატონოდები ხო უყურებთ ეხლა იმ პერიოდიდან უკვე ხელმეორედ აიჩა თუ არა ხო ეს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რა განცხადებებს აკეთებდა ხან გრენლანდიას და ხან კანადას ეს მინდა აი კიდევ ესპანეთზე გითხრათ ესპანეთმა რომელმაც უარი უთხრა ბაზის გამოყენებაზე პირდაპირ ეგრევე არც სენატს განუხილი არც რა პირდაპირ ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს რომ ამათი სავიზო ის უნდა განვიხილოთ ესე იგი ვიზა უნდა ხო გაუოქმოს და ეს უფრო მეტი თქვა მან თქვა რომ ჩვენ ვინ დაგვიცავს მან თქვა რომ როცა მინდა მაშინ დავჯდები იმაზე და ამათთან საერთოდ შევწყვიტავ ფაქტობრივად აგი უნდა გეთქვა ტრამპი მოვიდა პირველი არჩევნების დროს როგორც გარკვეული იმედი იმიტომ რომ ნეოლიბერალურ საზიზღრობას ლამის დაქცევაზე ყავდა მიყვანილი თვითონ ქვეყანა ამერიკა ეხლა ამერიკელი უმძლავრესი ინტელექტები ნახეთ რას წერენ უღალატა უღალატა მაგას უღალატა ანუ
გავაკეთოთ ამერიკა კვლავ ძლიერი. ამის უკან, ეს არის ტრამპიზმი, რომელსაც უამრავი ამერიკელი. მე ოჯახი მაქვს ამერიკული და შესანიშნავად ვიცი. ნაღდი ამერიკა თუ გინდათ იცოდეთ ქართველს რომ უნატრია ხალხს იქ თავისი შრომით შეექმნა რაღაც, ისია გაკეთებული იქ. მაგრამ ამას საფრთხეები შეექმნა. პურიტანულ ქვეყანაში აღმოჩნდნენ ისევ გლობალური ძალები, რომლებსაც ასეთი სახელმწიფო არ აწყობდათ, ხო? ეხლა უკვე რასაც ტრამპი აკეთებს, აბსოლუტურად არ გავს მის არც ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნათქვამ დაპირებებს და ამერიკელები საშინლად ცუდად. აი კარგად ეჭვი არ გეპარებათ რომ რაღაცა ეპშტაინ რაღაცა აი შვილთან ხო არ ქონდა რაღაცა რომ ჭორების დონეზე ნახეთ ყველაზე საშიში რა არის მე რა კი ახალგაზრდობიდან და სკოლის ბოლო კლასებიდან უკვე ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვიყავი ჩართული და რო იტყვა კითხულობდი ყველაფერს შვალედური არჩევნები მოდის გარანტი არ არსებობს რომ კონგრესი შეინარჩუნოს წამოყო თავი ნიუსომმა კალიფორნიის გუბერნატორმა რომელიც არის ღია არ მინდა ვისაუბრო კაცი რომელმაც სილიკონის ველი გაანადგურა და ტეხასში გააქცია ყველანი ეს უზარმაზარი ტექნოლოგია 2-3-ია დარჩენილი ამერიკის პრეზიდენტის კანდიდატი იქნება დემოკრატებიდან აშკარად ამ სიტუაციაში არანაირი შანსი რესპუბლიკელს ან სენატი ან კონგრესი ან პრეზიდენტობა დაიკავოს ამ ეტაპზე იმიტომ რომ ომში ჩააბა ქვეყანა რომელსაც არაფერში ეს ომი არ ჭირდებოდა. მე რას მიკითხოთ? ისეჭვი არ გებადებათ რომ მე გეტყვით ეპშტეინის კადრებთან დაკავშირებით. ირიბად გეტყვით. ამერიკელებმა არც ის დამალეს რომ უზარმაზარი ტრილიონიანი კომპანიები ExxonMobil BlackRock კიდე ესენი ეს უკვე ტრილიონები აქვთ. თითოეულ ფირმის კაპიტალიზაცია არის ტრილიონობით დოლარი. ამათო მისცეს დავალება. აშკარად მისცეს დავალება. ეპშტეინის კადრები თუ არის ეს არის ზეწოლის მექანიზმი. რომ საერთოდ გაენეიტრალიებ, მაგრამ მე ვერ ვიხსენებ პრეზიდენტს, რომელმაც უფრო დიდი დარტყმა მიაყენა ამერიკას ვიდრე ტრამპის ამ ბოლოს აქცია. ესე იგი მართალია მართალია ის ეგრეთ წოდებული ბადაღებული სოფლიო მთავრობის არსებობის ჰიპოთეზა და სწორედ ამ დიდ ქვეყნებს ეს სოფლიო მთავრობა აზანზარებს და მართავს და გესსაც და ეპშტეინობასაც და იმასაც და ამასაც ტრილიონებსაც ეს სოფლიო მთავრობა აძლევს. თლათ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ძლიერი გავლენის ჯგუფები, რა თქმა დიდ კორექტივებს აკეთებს ამ პოლიტიკურ არენებზე და ეხლა ეს მოდით წითელი ხაზი ახსენა წერან ბატონ დემურმა თუ თქვენს ხო და აი შევკრათ გადაცემა ხალხს რას ვეუბნებით აი როგორ დავიცვათ ეს წითელი ხაზი ეხლა ხელისუფლებასაც მიმართავთ თქვენ წერანაც მიმართეთ და ცალ-ცალკე განცხადებები ხო ეხლა იქ წილოსანი ვიგისო და აი როგორ დაიცვას საქართველოს ეს წითელი ხაზი თქვენ როგორ გესახებთ მე როგორ მესახება მოდი პირველად თქვათ თავარი სამხრეთ კავკასია როგორც ეპიცენტრი მსოფლიო პოლიტიკისა არის თავარი სახელმწიფოების დაპირისპირების ადგილი რაშია დაპირისპირება მოდი დავალაგოთ არ გამოგვივა ზერელეთ რა უნდა სამხრეთ კავკასიაში ამერიკელებს ორი მთავარი მიზანია პირველი რუსეთის იზოლაცია ეს big game 1857 წელს დაწყებული ბრიტანეთის და რუსეთის იმპერიების მთავარი სტრატეგიული ხაზი შენარჩუნებულია რუსეთის იზოლაცია ის შამილიო კავკასიაში და ყველა მიექვსის აგენტები იყვნენ ის რაც მოხდა 21 წელს ჩვენი უბედურება ჩვენი შეცდომების შედეგი იყო ნახეთ ამერიკელების თავარი მიზანია სამხრეთ კავკასიაში არ იყოს რუსეთის ერთადერთი დომინირება და მეორე
სამხრეთ კავკასია არის ადგილი, სადაც კასპიის ბასეინის უზარმაზარი ენერგო რესურსები ევროპისკენ უნდა წავიდეს. ვინ გააკონტროლებს ამ რესურსებს და ვინ გააკონტროლებს ტრასებს? აი ესა ორი მთავარი მიზანი. ეს იძლევა ისეთ უზარმაზარ პოლიტიკურ ბერკეტს, რომ მეორე, რა უნდა რუსეთს? უყვარვართ, არ უყვარვართ, ამ დონეზე საუბარი შეიძლება მტერი იყო, არ იყო მტერი, არა აქაზე. რუსებს მაგ კარგად იციან. პირველი თემა არის იგივე, ოღონდ შებრუნებული ნიშნით. რუსეთისთვის ეს არის სასიკვდილო მარცხი და საკმარისია მან დაკარგოს რაიმე გავლენა. ცხადია, ერთი ვერც აქ ამერიკა იქნება, ვერც თუ რუსეთი არ გაანადგურეს, ხო? ესე იგი რაღაც ბალანსს მიაღწევენ, მაგრამ რუსებმა იციან, თუ მათ დაკარგეს სამხრეთ კავკასიაზე გავლენის ბერკეტები, მათი საქმე წასულია. რატო? აქ დამჯდარი ამერიკა პირველ რიგში ჩრდილო კავკასიას ააფეთქებს. მე ნამყოფი ვარ დაღესტანში, მთელი დაცვა დაგვყვებოდა 2013 წელს და ყველასთან შეხვედრილი ვარ. უმაღლეს მთავრობას, მუფტიები, მეცნიერები, სტუდენტები. მეორე, იგივე რაც ამერიკელებს უნდათ. კასპიის ნავთობი თუ მისი კონტროლის გარეშე წავიდა და მას არანაირი ბერკეტი აქ დაბალანსების არ ექნა, რუსული ნავთობი იქნება მოტეხილი, რო იტყვიან და ჩაკეტილი ჩtildeოვან ნახევარსფეროში. აი, ეს არის ორი ფუნდამენტალური რამ, რაშიც ამერიკელები და რუსები არა მარტო შეთანხმებული არ არიან. ბალანსი არ არსებობს. არამედ როგორ შეთანხმებიან არ ვიცი. ჩვენ რა გავაკეთოთ? საკმარისია ჩვენ ვითამაშოთ თამაში პოლიტიკური, რასაც ქვია, თამაში ნულოვანი ჯამით, ანუ ვიყოთ ერთი მხარეს მეორის წინააღმდეგ, სულ ერთია რომელ მხარეს ვიქნები. ეს არის ჩვენი 700 წლოვანი ისტორიის გაგრძელება და ჩვენი კრახი. ესე იგი, ჩვენი თავარი მიზანი ეხლა არის ვითანამშრომლოთ ორივესთან და ვიყოთ პოლიტიკურად ისეთი ავტორიტეტის მქონელი პატარა ქვეყნობა არ ნიშნავს არა ავტორიტეტულობას. პირიქით, პიროვნობა ნიშნავს ავტორიტეტულობას. რომ ერთმაც და მეორემაც იცოდეს, რუსებისთვის სრულიად საკმარისია იმის ცოდნა, აი პატა ნახეთ, რომ საქართველოსდან რუსეთის ტერიტორიას არაფერი არ ემუქრება და ამის გარანტია საქართველოს ხელისუფლება უნდა მისცეს. ემუქრება თუ არა რუსეთის ტერიტორიას საქართველოსდან სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ამერიკელებს კი უნდა იცოდეს, რომ ამერიკელებმა რომ აქ ის ითანამშრომლებს მათთან, მაგრამ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ამათ გარეშე, ჩვენს გარეშე დაამყარონ. ჩვენ უგრევენ ამაში. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ისე არ შეიძლება საქციელი, როგორც მიშა სააკაშვილი იქცეოდა. მოსკოვში ჩავიდა და ყურში უფუჩუნებდა იმერულად ბამბო. რაც უდები არიან ამერიკელები, ამერიკაში ჩავიდა და ყურში უფუჩუნებდა, რაც უდები არიან რუსები, ეგენ ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. ეხლა ბრიყვი უნდა იყოს, კაცი, საბჭოთა კავშირი და ЦРУ მაშინ თანამშრომლობდა ერთმანეთთან კგბ და ის, როცა საბჭოთა კავშირი და ამერიკა იყო და დღეს მათი არხები ყოველთვის არსებობს. ეხლა მითხარით, მე უშიშროების საბჭოშიც ნამყოფი ვარ ვაშინგტონში, საუბრებით სერიოზული მქონია. ამიხსენით ერთი თქვენ. თქვენს წინაშე დგას პოლიტიკოსი, რომელმაც იცით, რომ იქ რო წავა, შენ წინააღმდეგ გიტყვის რაღაცას, ამერიკა სერიოზულად აღიქვა? აი, ჩვენი პირველი ამოცანა არის გავერკვიოთ რაშია დაპირისპირება მთავარ ქვეყნებს შორის და მოვძებნოთ სწორი ადგილი. სად გადის წითელი ხაზი? აქ არის 2-3 ვარიანტი, რომელიც ისე უნდა დაალაგდეს, რომ აი, რომ იტყვიან შუალედური გადაწყვეტილება იყოს სტრატეგიულად სწორი, იმიტომ რომ შენ ცალმხრივ ოპტიმიზაციას ვერ გააკეთებ, შენ ვერ გააკეთებ ოპტიმიზაციას უსაფრთხოების და შეზღუდვების გათვალისწინების გარეშე. გამორიცხული. და ძალიან ხო, დანეთ და ეხლა მეკითხეთ, მე ვეთახმები და მაგალითებსაც მოვიყვანთ. ვენესუელა შვენივრად აგრძელებენ რუსები იმ ჭაბურღილებში მუშაობას. ამერიკელებმა შეიგიგ პერევაროტი გააკეთეს, არ გააკეთეს. სირია შვენივრად აგრძელებენ ჭაბურღილებში მუშაობას.
საუდის არაბეთში და იმაში შეიძლება თაგძელებდნენ, ეხლა რაღაც თაგძელებდნენ, უკვე იწვის ყველაფერი. ანუ აბსოლუტურად თქვენ მაგ საკითხში. მაგრამ ისტორიულ ხანგრძლივობაში რომ აქედან საფრთხე არ დაემუქროს ბირთვულ ქვეყანას, ამისთვის რა არის საჭირო? როცა მე ვამბობდი რომ ეს ორი იქ გადაიყვანეთ, კაცო, ეს საერთოდ არ უშლის ხელს ის რაც იმან თქვა. არც იმ ამერიკელებს მოუვათ, მე აქ თავში აზრად პერევაროტები მიწყოს, თავის აგენტურები გამომიგდოს აქ და აქ რაღაცა გარყვილებები მიკეთოს. რატო ის ქვეყანა დაზღვეულია? შენ თუ გინდა, როგორც ვენესუელაში, როგორც აგი საუდის არაბეთში თანამშრომლობდით. ხო ქონდა ჭაბურხილები. ეხლაც აქ ვენესუელაში. რუსეთს კი არა მოვიდა, კი არ შეხებიან იქვინმე. ამიტომ იმათაც რომ თავში იმაზე რო არ იყოს ქვეყანა დამოკიდებული, ეხა დემოკრატი მოვა, ამოწყობი ვიღაცა იქა. იმაზე, მაგრამ ეს ხელისუფლება დემოკრატია არ არის. ეს რა? აი ამის საშუალება და ისტორიულ ხანგრძლივობაში რომ ქვეყანას მიეცეს ისტორიულ ხანგრძლივობაში სიმშვიდე, სტაბილურობის ნიშნები და უკვე რატო? როცა ქართველი კაცს ეხსნება პრობლემა, ამით პირველ რიგში ნახე, რამხელა სტრატეგიულ რამეს თავაზობ ბირთვულ ქვეყანას. მთელ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში ხდები ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა. უწყვიტავ ახლო აღმოსავლეთის და ერთხელ და სამუდამოდ კავკასიის პრობლემას. ანუ შენ სასწორზე ისეთი რამე დაუდე, რომ იმ აფხაზს ეთქვის, ნუ კაი ისუდა, აი გაჯიქე ხა შენა. ეხლა დავამთავრეთ რაღაცა სიგიჟენობა რაღაცა და დავაი რაღაც უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ჩვენ. რატო იცი ამ ქვეყანამ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა შესთავაზა ისტორიულ ხანგრძლივობაში. ესე იგი, რასაც პაატა ამბობს, ამას ქვია გლობალურ პოლიტიკაში ფუნქციის აღება საკუთარ. აი მე გამიყვან და თავარი ის არის რომ უფუნქციო სახელმწიფოს ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ უყურეთ რატო ეს ქვეყანა და ვერც თურქებს ვეღარ მოვა თავში რაღაც სიგიჟე. ჩემთან კი აღარ ექნება პრობლემა. იგერ ექნება იგერ რა. და შენი გულისთვის არავინ იმას არ დაუპირისპირდა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. გამორიცხული. ის იმ ამერიკელსაც კაცო რუსეთში რო დაბომბეს ზელენსკიმ რო დაბომბა ამერიკული ნავთობისა. ეხლა წინა ორი კვირის წინ. აი ხო დაბომბა კი დაუქნია ტრამპმა, ჩემი ინტერესები ხებია, ხო? ანუ ეგ საერთოდ არ არის პრობლემა, კაცო. რას ლაპარაკობ ხალხო? მე სხვა რამეს გთავაზობთ. ქვეყანა არ იყოს ესე როგორც ეხლა ვარ. როცა ქართველ კაცს ეხსნება ტერიტორიული პრობლემა, უსაფრთხოების პრობლემა, მე ქართველი კაცი იწყებს განვითარებას, გამრავლებას. ეს რომ მოგვეცა ჩვენ საშუალება დამისახელეთ მეთქი კაცობრიობის განვითარებაში ერთი მაგალითი მაინც ტიტანიკურ, სადაც ქართველი კაცის ხელი არ იყო ჩარეული. ესეთი მაგარი გენეტიკის ხალხი ვართ მეთქი. ვიღაცის იმებს კი არა, ჩვენ ქვეყანაზე ვიწყებთ უკვე ჩვენი ქართველი ეროვნებით სხვა ეროვნებები იბრალებდნენ. რატო იცი? ქართველს რო იბრალებდნენ, იმან იცოდა ეს ცოტა ავტორიტეტული სიტყვა იყო. უცხო ქვეყანაში რომ მომდე. ამას ვეუბნებით, თორე კიდევ ვეუბნებით, კაცო. თუ კი ჩვენ ამას გავაკეთებთ, არავის არ მოუვა გარეთ, რავი, გინც სოდომიტებს, რავი, ეფშტეინებს, რომ აქ ახალგაზრდობა გარყნა. აქ ვიღაცებმა რაღაცა არაბიზაცია დამიწყო. იმათ აღარ მოვა, რატო იცი, აზრი არ ექნება, აგეთ რამე აქ გაკეთება. ჩვენთან კი აღარ ექნება პრობლემა. უფრო დიდ რაღაცასთან ექნება პრობლემა, კაცო. ეს ჯარი კიდე რომ კაცო 300 წელი კი არ გეუბნებით უნდა დაუძახოთ. ის უკვე დგას 300 წელი დგას, კაცო. დას აგე ჩემთანხმდან არის, აი მე და ვაჟი სადაც წორობ ბატონი ვაჟი. ზუსტად არის 16 კილომეტრი. მართალია. დრონი დაფრინავს 40 კილომეტრზე. და ეხლა სადაც ვიდივარ, ჩემს სახლიდან კილომეტრი ნახევარი. კილომეტრი ნახევარში. ბიჭო, დასაჯახლებად არ აქვს საქმე. უნდა უთხრა, ბიჭო, რას დგეხარ, მანდა წამოს ბაზე გადაგიყვა, კაცო. მაინდა დაისვენე, კაცო, იქ რა გინდა? დაჟე არენდის ფულსაც გაგახტევინებ, კაცო. ოღონდ დადექი, კაცო, მანდა. რატო იცი და თო, ხვალ რა იქნება ჩვენ რეგიონში? აი ეს არის. ემად სახვეჭნად არ გაგვიხდეს საქმე მერე. ემად მე ფასი აფხაზეთის რაღაც არ მოგთხოვო, კაცო. რა იცი რა დრომოდის? ესე ეგონა ზელენსკისაც. დღეს თელი მსოფლიო რო ეჩალეჭება, აღიარე დონბასი, აღიარე რუსეთისო.
ამას წარმოიდგენთ იცი შარშან მაგას რომ მაგას თავის პატრონები რომ მაგას დააძალებდნენ ხირიმზე აღარ არის ლაპარაკი. კაი რაღაცა ხირიმი აკა ხირიმი ცოტი თავის ესი არ შეტრიალდეს კაცო ქვეყანა ფაქტია გეთანხმებით რომ ამ აბსოლუტურად ახლა მე მინდა გაყოლი პათოსი შენ საერთოდ საუბარიც არ გინდოდეს და საერთოდ დიპლომატიას არ აწარმოებდე ეს არის უკვე არა მხოლოდ უსუსურობა და სიბრიყვე ეს არის უკვე ღალატი დავით ჩვენი წარმომადგენელი ხო გაუშვეთ რაღაც მინისტრი ყოფილი მინისტრი ქართულთა სექციის მინისტრი იყო განათლების მინისტრი ეხლა მოსკოვში გაუშვეს მერკოლადის მაგნად და ეს ველაპარაკები რა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში ერთ-ერთს რა და აქტუალურ такое ты про кого კაი სობესკი вопрос не ответил მოდი ასე დავსვათ საკითხი მაშინ აი ხელისუფლებას დავუსვათ არჩიცია ვინ არის კაცო ბატონო ბადა ხელისუფლებას დავუსვათ ასე საკითხი მაშინ თუ აქ რამე მოხდა კარგი არა წარმოებ მოლაპარაკებას არავის არ ხო და არაფერი ხო თვითონ ჯარი რო არაკავს არმია რო არაკავს აი ძალიან კარგად ვიცით რა საყავ ხო მოხდა შემოტევა აქეთაც მაშინ რას გვეუბნება ხელისუფლება ჩვენ რითი ვიცით აგე შემოფრით აფხაზეთში აკეთე არა არაფერს არ გავქცეს მაშინ პასუხი არა უნდა გაქვს აი რა პასუხს ელოდები საერთოდ გავქცეს პასუხი რას აპირებს აი ამ ურთულეს მომენტში დავით ბრმები ვართ დორბლი ჩამოგდეს თუ რა აი რა უნდა გაქცეს პასუხი ამაგე არა განცხადებას არავინ არ ვინ რა უნდა გააკეთოს მეთქი მაგას ეგეთ აი შენ ახლა მაგას ადგილზე რა უნდა ეგეთ ხელისუფლება როდესაც ცეცხლის სალში ვარ გაყოლი აგერ მოახლოებულია კალში ვარ ხო მოქცეული და ხელისუფლება არის ჩუმად რა უნდა თქვა თუ კი გამწვავდა სიტუაცია რა რას ვაკეთებთ მაშინ სულ ხარ 36000 კალდა ჯარი ბიუჯეტი გამოიყოფა 36000-ზე ეს არის აი ჯარი კი არა მაგდენი აი ყავის გამლევები უნდა დაიცვას მოსახლეობა ამას ვინ უნდა დაიცვას დასამოხ ხელისუფლება კარგით რა აი გამოვა ის როგორ ხაინდრება და დაგიცვა ბატონო დავით მე გეკითხები თქვენ აგერ ბატონო დავით აგრესია საქართველოს წინააღმდეგ თუ გახორციელდა დღეს საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს თავის დაცვისათვის. რა ვინ უნდა? ეგ ჩვენც ვიცით, ყველა ვიცით, ამიტომ მაშინ ისმე მეორე კითხვა. რატომ არ ეძებ მოკავშირეებს, ხო? ყავს მე რა გიგაგები. მე გავაცემ კიდევ ერთხელ პასუხს. მე არ ვიცი ახლა ეს პარლამენტი რამდენად შეძლებს ქორუმით ეს უვიცი იდიოტური ჩანაწერი. არა. ეს გამორიცხულია. ამის ამოღება გამორიცხულია, მაგრამ შეიძლება ელემენტარულად რეფერენდუმზე დააყენოს. არა, გამორიცხულია. მაგრამ თუ ჩვენ არ აღვადგინეთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და მჭიდრო კავშირები, ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნაზე არის უკვე საქმე. მე კიდევ ერთხელ სანამ აქ წამოვიდოდი ისტორიას გადავხედე. ჩვენი ცნობილი მეფეების, ცნობილი მხედართმთავრების იმ პერიპეტიებს, რაც სწორედ აი მე-18 საუკუნის და მე-19 საუკუნის განმავლობაში საქართველოს გარშემო ხდებოდა. ფაქტიურად რუსეთის ფაქტორმა ამას ილია ჭავჭავაძე აღნიშნავს ერის მამაკაც ყველაზე საოცრად რუსეთის ფაქტორმა გადაარჩინა ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას. მოხდა ეკონომიკური აღორძინება და აი მართალი თქვა ესე იგი, როდესაც ქართველ ერს საშიშროება არ ქონდა სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთ კავკასიდან შემოსევების და აოხრების და აწიოკების, მისი კულტურა, ეკონომიკა, მეცნიერება აღორძინდა და 99 წლის აღწერით 5,5 მილიონი იყო ქართველი ერი. დღეს 2 მილიონი აღარ არის დარჩენილი. ეს პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, მე არ ვიცი ახლა ეს მარიონეტულია, არაცხადი მმართველობაა თუ ვიღაცა სადღაც ჩირკშია დამალული და ისე მართავს ქვეყანას, მაგრამ ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნაზეა საუბარი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ ამითი დასამარდება ის შენი რუსთაველიც, ის გელათიც, ის ქართული ცეკვაც, ქართული ყველაფერი აბსოლუტურად. ამის შეგნება არ აქვს ხელისუფლებას. ნახეთ 33 წელი რა საპირისპირო აზრი ჩამოყალიბდა. დიახ, თავარი, რასაც გეტყვიან მაგის საპირისპიროდ.
ამერიკა მოდის, ეხლა ირანს გაანადგურებს, მერე რუსეთს გაანადგურებს, ჩაკეტავს იქ. საქართველო იქნება მისი სტრატეგიული პარტნიორი, აქ ამერიკელები იქნებიან, ქვეყანა აღორძინდება, ქვეყანა იქნება კარგად. გამიგეთ რა, ესე იგი, ჩინეთს მიჯირყნიან, რუსებს მიჯირყნიან, ჩაკეტავენ თავის ტერიტორიებში. აი, ეს არის ის ოპოზიცია, რომელსაც თავისი იდეოლოგიური ფულით ჩამოყალიბებული იდეოლოგია გააჩნიათ და ფულოლოგია ეს. ფულოლოგიის საფუძველზე გეუბნებიან, შენ ახლა თუ შეცდომას დაუშვებ, ამერიკელები გაგიბრაზდებიან, ისინი მაინც მოვლენ აქ, ქვეყანა მათი იქნება და ჩვენ ვიქნებით სამოთხეში და ბედნიერებაში. აი ესა კონტრარგუმენტი. ბატონო და რეზუმის სახით ხო სწორია? ბოდო? რეზუმის სახით. კი. მე მოუწოდებ ხელისუფლებას. პირველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ნუ დემოკრატობ და ნუ ინაზებით. როცა ხედავთ რომ ესეთი სიტუაცია მიიღეთ საგანგებო გადაწყვეტილებები, ყველა ესეთი რომ ხედავთ რომ ეს იჩეიკებეს ეს ხიდაშელები და მამაძაღლები რაღაცებს აკეთებენ და სხვათა შორის და მაპატიეთ ეს ვარ მე თქვა გუში რია ნოვოსტის там მქონდა ესე პოდკასტები გვაქვს ხოლმე რა ეხლა რაღაცას ჩაირთო ეს ირანისტებმა უცბად ჩამთეს და გული თუ არ გამიჩერდებოდა ასე ხო ჩამთეს პატკუჩაიცა ნაში ისტბილისი პატაბულად და ასე ხო მიდი ჩემი კადრი და გვერდზე აჩვენებენ ირანის საელჩოსთან მოწყობილ და ეს რო შეკვავს ესა და ამას რა ეხლა ბიჭო იმიტომ რომ ესე უნდა რომ დაანახონ თავის ხალხს კაცო და აქ როგორ празднует гибель აიტოლა ხემეინი ანუ აიტოლა ხამეინის სიკვდილიო და ქართველები ცეკვავენო გაიგეშე იქ შეიძლება სულ სხვა რამე იყო მაგრამ რაღან უნდათ რომ ესე დაანახონ კაცობრიობას ინტერპრეტაცია ხო სასურველი უყურე იქ ირანული ეს ეფშტენური დროშები ეს ლომი ხო ჯერ ხო მე ხლა ხوار დავიწყებდი იქ ლაპარაკს მე უთხარი ჩვენ ახლა განთავისუფლდით ჯვაინ ჩემი ქვეყანა რაზეა ლაპარაკი და ეს თან არ დაეზარათ 26 კაცი დგას და რა ხელისუფლება არ იცისო ეხლაო ის რო ესროლეთ აი ეს შუშები რო ჩაუმტვრიეს რა და ესაო რა არ იცისო ხელისუფლება მორო და ვერ აღკვეთაო ეს მისი ნებართვის გარეშე არ იქნება მაგრამ როგორც პარლამენტის წინ ხელისუფლების ნებართვის გარეშე არაფერი ამიტომ ცოტაც მოვიტყვი კაცო იმას რომ მეოთხარი პოლიციამ მიიღო ზომები ისინი დაკავებულები არიან ლა ბლა 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 ეს ახლა ვინც არის ანდრუხა ესე ხო კაპიკი ესე ჩქარდა ეს იცინება что ты несешь რას ლაპარაკობ ეხლა გავიგე მე კონტექსტით მივხვდი კონტექსტი რომ ქვეყანა გამოვიდა ახლა ამ ლიბერალური დეკოლონიზაცია ხდება გვიტევენ ეფშტეინელები და ჩვენ აი ესე და ვცდილობთ რომ ჩვენ მეზობლებთან დავამყო რაღაცა სიდებილე სიგიჟებს ლაპარაკობ კაცო ხო და მაგრამ რეგიონებით რისი ჩვენება უნდათ ხდებით ანუ ის კი არა მე იმართლე შენ რამდენიც გინდა თავი შენ აღარავინ აღარ მოგისმის კაცო იმათ ესე უნდა რომ იყოს და მორჩა წერტილი იდეოლოგიურ სურათს ამიტომ არა პატა ისინი ამითი გეუბნებიან რომ შენ ჩვენ წინააღმდეგ იცი რა თქმა უნდა მაგის იდეოლოგიურ სურათს ხატავენ იდეოლოგიურად ამის ამიტომ ვეუბნები სახელმწიფო იმიტომ ქვია უკვე სიტყვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩემ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ხარ შენ რო ამებს უშვებ თუნდაც პრემიერს არ ესმოდი შენ ანალიტიკა ხო ყავს იქა ხო უნდა მოიყვანო პრემიერს უთხრა კაცო ეს ამათი ბრალი კი არა ეს შეგნებულად გაკეთებულია საჭიროა საგანგებო გადაწყვეტილებები მიიღე ყველა ქვეყანაში ეს ეხდება ხალხო ნუ ინაზებით მეთქი საჭიროა ტევ პირველი გათიშვა გათიშე მისი დედავატირი კიდე ნახეთ აი რასაც პატა ამბობს მე არ ვიცი როგორაა საქართველოში რა შეჭirdება თამათ რაიმე ლარი ჯონსონი არის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსი იყო რომელიც 20 წლის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტის წინაშე დებდა ყოველდღიურ სოფლიო ანალიზს ეხლა არ მუშაობს ის მაგრამ ყოფილი ამერიკაცი ვერ იქნება ის ფანტასტიკურ ანალიზებს და ინფორმაცია გარანორმალი
საქართველოში არა ვარ დარწმუნებული რომ რაიმე სამსახური, რაიმე დასკვნა სამზადებზე, იმიტომ რომ ესენი არიან ჭიპლარები სამყაროსი. ხელისუფლებაში რა კი მოხდნენ ადამიანები საქართველოში უკვე ჭიპლარია სამყაროში. მაყუთი არის, ვილა არის, საზოგადოებრივი ვილა არის, თანამდებობა არის, სითბო არის, სულ ფეხებზე კიდიათ ანალიტიკა. ხიდაშილი კი არაა დამნაშავე ამ გათხრებებს რო აკეთებ. შენი ქვეყნის უსაფრთხოების სისუსტეზე მეტყველებს. კი ბატონო, გეხახ. ამიტომ მოუნები ეს მიიღე საგანგებოდ აღარ არის დემოკრატია და რაღაც მამაძაღლობა. ხალხის გამოყოფა თუ კი ხალხი შენში პატრონს დაინახავს, კაცო. მეორე და ბოლოს ამით დავამთავრებ. სასწრაფოდ გამოიყენეთ რესურსი რუსეთში არსებული ხალხის კულტურის, მეცნიერების, მედიცინის, შოუ ბიზნესის, პოლიტიკოსების, სამხედროების გამოიყენეთ სანამ კიდე გვიანა, სანამ ამ ხალხს აქვს საშუალება პირდაპირ ჩემი მთავარსარდალთან შეხვდეს 3 დღეში. მეტი ღიად როგორ გითხრათ ქვეშებელ ძაღლებო კაცო. მოკლედ, რა ვიცი, აი ჩვენი პატივცემულო მეგობრებო, თქვენ უსმენდით თითქმის 2 საათი ხდება გაგვიძელა საათი და 45 წუთია. და აი კატასტროფული შეფასება გააკეთეს დღევანდელმა ჩვენი გადაცემის სტუმრებმა ის თუ როგორი ესე იგი უნაროა ჩვენი ხელისუფლება იმ დროს, როდესაც ჩვენს გარშემო ცეცხლშია გაყვეული მრავალი სახელმწიფო და ძალიან დიდი საშიშროების წინაშე გას ქვეყანა და ამ დროს აბსოლუტურად უნაროა ერთიანი პოზიცია არ აქვს ქვეყნის მეთაურებს ხან მინისტრი გამოდის და როგორ თქვენ ძანეთ და სხვა განცხადებას აკეთებს და პრემიერის ხვალ ისიც ვერ გააკეთეს რომ მხოლოდ ამ პრესსამსახური აკეთებდეს ერთიან განცხადებას. არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა არ არის ნორმალური. აბსოლუტურად ესე იგი არის ვართ აი რა გითხრათ აი სახლის გარეშე ჩვენ არათუ გუმბათი რო რაღაცა იყოს და ის დაგვიცავს სახლის სახურავის გარეშე ეს არის ეს ქვეყანა ძალიან დიდი ხიფათის ქვეშ. ბატონ დემური დამეთახობა ჯერ არაფერი არ დაწყებულა. ეს არაფერი არ არის კაცო. ანუ ველოდები ძალიან რა ტიპოგა? გაცილებით თოლაწავა ყველაფერი, გაცილებით, იმიტომ რომ აქ ფაქტობრივად მომავალი სოფლიო მოწყობის საკითხი წდება. ჯერ ამდენი ქვეყნის წაქცევას ნახავთ კაცო, ჯერ სადახართ. აპოკალიფსური ჟამია, აპოკალიფსური ჟამია. მე თუ დაიფარე საქართველოს. თქვენ პულსზე გვექნება ყოველთვის თითი დაჭერილი, ხშირად შევიკრიბოთ დამეძახეთ და ახალ ინფორმაცია. მოხოთ ის ხალხი მომოყვა და რაღაცები რო გააკეთეს კაცო რა. არა, მეორე დღეს ახლა ჩვენ მაგაზეც აი მოკლედ გავაკეთებთ ერთ განცხადებას ძალიან გულით მინდოდა რომ ღია ეთერი ქონოდა საზოგადოების ჩართულობა ყოფილიყო, მაგრამ არა მართლებ ძალიან მინდა ხალხი ახლოს იყო და გვინდა ახლოს იყოს, მაგრამ ხომ ნახეთ ახლა პიროვნება რომელიც გამოვიდა კინაღამგული გამჩნდა მეორე დღეს აქ რომ ვერ ვაჩუმებდით ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი რო იყო ენამამული სარწმუნოების თარაშვილი ხო მეორე დღეს დავინახეთ პირველთან იმას აკეთებს ჩაწერას და მე არ ვიცოდი კაცო ანაფორა ეცვა ჯვარი მქონდა დიდი ჩამოკიდებული გრუზე მეორე ხელში ეჭირა და ისიც გავიგე მე რომ არც ერთი ეკლესიისგან ხელდასმული არ არის საერთაშორისო თეოლოგი ვარ და წარმოიდგინეთ თქვენ როდესაც არც ერთი ეკლესიის ხელდასმა არ აქვს არავითარი უფლება არ აქვს მამისათა დადისათა და სულისა და წმინდისათა და ხალხი ესეთი რაღაცები დალოცვა ეს იყო ძალიან რაღაც აი მე არ ვიცი ეს რა იყო ჩემთვის იყო შოკი ხო წარმოიდგინეთ მე რო ჩავიცვე ახლა გენერლის მუნდირი და გავიდე ქუჩაში ეს ნაწილია მე პარლამენტის კარავში შევიდა და მიშას თავისუფლებას ითხოვდა ნუ არ ვიცი ეს ნამდვილად არ იყო სასიამოვნო მაგრამ სამაგერო ჩვენ მოვაწყოთ ისეთ გადაცემებს აკადემიურს აი როდესაც ახლა ჩვენ მე სრულიად კბებოდი როდესაც უყურებდი აი ამ ხელა ინფორმაციის მატარებელი ხალხის აი ამ განხილვას ხო დღევანდელ გადაცემას გულისხმობ ბატონ დემური, ბატონ პატრონს, ბატონ ვაჟას და ხშირად მოვაწყობთ. მოკლედ, იმიტომ რომ საგანგებო მდგომარეობაში ვართ ჩვენ. მართლა საგანგებოში. და ამიტომ ბატონო პატრონს, ბატონ დემური, ეს საომარი მეებზე ხშირად იქნებით მოწვეულობ ხალხს
მივაწოდოთ სწრაფად ყოველთვის ინფორმაცია. ხელისუფლება დუმს. რადგან ხელისუფლება დუმს, ჩვენ მაინც მივაწოდოთ საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოთ ჩვენ. ბატონო. მაგზა არა. დიდი მადლობა მეგობრებო, გადაგღალეთ. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, არ გაგვწირავს, აგერ ეხლა ვისაც ეს გადაღებული ინვესტიციები შემოქონდა, იმათაც გაუჭირდათ, ეხლა იქ მთელი ამბავი აქვს. ერთი კაი ეგ ხდება და მე მგონია რომ ეს ყველაფერი ჩაიშლება არაბული ქალაქების შემოვლობა. მადლობა ყურადღებისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ. კარგად.